მოგესალმებით დღეს უკვე მეორედ ამჯერად თავისუფალ სტუდიაში ხვდებით ერთმანეთს მე ვალიალა ბაღდავაძე და შემდეგი საათნახევრის განმავლობაში ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ საკითხებზე, რაც ამ კვირაში გახდა შეფასების საგანი. ბუნებრივია პატრიარქის გარცვალებით შექმნილი მოცემულობა რჩება ერთ-ერთ მთავარ თემად და ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს დაუთმობთ დროს, თუმცა გლოვის კვირეულის დასრულების ფონზე დავუბრუნდით იმ არც თუ სახარბიელო ვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი, დავუბრუნდით საუბარს პოლიტიკურ კრიზისზე, პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებულ ადამიანებზე, დასავლეთთან ურთიერთობებზე და ყველაფერი იმაზე, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. მაშასე შეგვიძლია დავიწყოთ და წარმოგიდგენთ პირველ სტუმარს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბუტიკაშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა გიორგი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. გამარჯობა და მოგესალმებით. მადლობა მოწვევით. გიორგი, დღეს მინდა დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტით, მით უფრო რომ პიტერ ანდრეულმა დღეს ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებთან, მათ შორის თქვენი კოალიციის ერთ-ერთ ლიდერთან გამართა შეხვედრა. ხა ამ ვიზიტს არაერთი კითხვა ახლავს, ერთ-ერთი კი არის რა გზავნილებით არის ამერიკელი სტუმარი ჩამსული საქართველოში. აი რა იყო გითხარით შესაბამისად შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემები, რა გითხრათ და რა უთხარით ამერიკელ სტუმარს და მართლაც რა არის ის კონკრეტული მესიჯები, რითაც ვაშინგტონმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი გამოაგზავნა ჩვენს ქვეყანაში. ხო, სანამ უშუალოდ ამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ, შევხედოთ და მნიშვნელოვანია დავინახოთ ის გზა, რაც გაიარა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა საქართველოში და ვის შეხვდა და რა იყო მნიშვნელოვანი აი ამ ვიზიტის ფარგლებში, ანუ მათ მოინახულეს ფოთის სპორტი, იყვნენ ასევე ანაკლიის სპორტში, ისინი შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრს და შეხვდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა მინისტრს, ხო? აქ პოლიტიკურ და ცხადია ოპოზიციურ პარტიებს ერთობლივად. აქ პოლიტიკური განაცხადი ამაშივე ჩანს, რომ ეს განაცხადი ჩანს, რომ მათი ინტერესი არის ეკონომიკური პროექტები, ის პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათთვის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ ვიცით, რომ ტრიპის კორიდორი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა და ამ ყველაფერში ჩართული არის ამერიკა და ინვესტიციებიც მილიარდობით დოლარი ჩაიდება ამ პროექტის განსახორციელებლად, მათ შორის სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად და საქართველოს აქ არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ან უნდა იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი გეოპოლიტიკურად სხვანაირად არ არსებობს საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე. თუმცა ამ შეხვედრებზე ისიც გასათვალისწინებელია, რომ შევხედო, რომ ის არ ხვდება ქვეყნის ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს, არ ხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს, არ აქვს მაღალი რანგის შეხვედრები თუნდაც პრეზიდენტთან ეგრეთ წოდებულთან, ხო? ანუ ეს არის ის გზავნილი, რომ ამერიკის ინტერესი არის ეკონომიკური პროექტები და ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსთან, არა ქართულ ოცნებასთან, არამედ საქართველოსთან, იმიტომ რომ საქართველო არის აი ამ რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ ეკონომიკური პროექტებიდან გამომდინარე. ასევე შეხვედრის დროს გაჟღერდა, რომ ამერიკას აქვს ეს ინტერესები, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენელთან შეხვედრის დროს, ასევე ოპოზიციური ლიდერების შეხვედრის დროს, თუმცა რაც არის მნიშვნელოვანი აქცენტი, რასაც ცვავს ყოველთვის ამერიკა, ეს არის სანდოობის საკითხი. რამდენად უნდა ენდოს ამერიკა ივანიშვილის ხელისუფლებას, იმიტომ რომ ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ამერიკის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე ვერ მოხდა თანხვედრი ქართული ოცნების მხრიდან. ჩვენ ნახეთ დარსალია, რომელიც იყო ჩასული ამერიკაში, სწორედ ამ ეკონომიკური პროექტებიდან გამომდინარე და უკან დაბრუნებული ის მივიდა ირანის საელჩოში, სადაც რაღაც სამძიმარი გამოუცხადა აიათოლას სიკვდილს და ასევე აანთეს ირანის ფერებში, დროშის ფერებში ანძა, ხო? ანუ ეს ხდება ერთი დღის გამოტოვებით, ერთი დღე. თუმცა ამაზე თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაუფიქსირებია. რა თქმა უნდა, მათ არ დააფიქსირეთ ღიად. პრეტენზიები და კრიტიკა ისმის უფრო თბილისში. რა თქმა უნდა, ამას ღიად არ დააფიქსირებს ამერიკა, მაგრამ ეს დაფიქსირდა შიდა შეხვედრებზე, საიდანაც ინფორმაცია ყოველთვის გამოდის და ჩვენ ნახეთ მერე ჰელსინკის კომისიის განცხადება, მათ შორის ჯო უილსონით, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა
და რასაც ჯო ვილსონი აკეთებს განცხადებას, ყოველთვის უნისონში არის იმასთან, რაც ხდება ამერიკაში საქართველოსთან პოლიტიკის შემუშავების პროცესში და ეს პოლიტიკა დღემდე არ არის შემუშავებული, დღემდე არ ყავს ამერიკას ელჩი საქართველოში და დღემდე არ არსებობს გაწერილი პროგრამა საქართველოსთან ურთიერთობის. ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ქართულ ოცნებაზე. ანუ ამერიკასთან ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობებს ახლავს ვალდებულება პოლიტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, არ არსებობს ცალკეული დამოუკიდებელი ეკონომიკური ურთიერთობა თუ პოლიტიკური გარანტიები არ არსებობს ქართული ოცნების მხრიდან. ქართულმა ოცნებამ ეს უნდა დაადასტუროს არგუმენტებით და იმ ქმედებებით და ნაბიჯებით, რასაც ამერიკა ითხოვს და ამერიკამ ღიად გააკეთა ამაზე განცხადება არა ერთხელ და ყოველ ჯერზე წერენობს ქართული ოცნება უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიის იმ გზას საიდანაც დაიწყო ათვლა ამერიკას და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობების, ხო? ანუ ის ნიშნული არის დიდი ხანია დატოვებული ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა რომ დაეკარგა სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური თანამშრომლობა ამერიკასთან ქართულ ოცნებას დამოუკიდებლად არ გამოსდის, როდესაც ყავს პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც 150 კაცზე მეტი არის, როდესაც ყოველდღიურ რეჟიმში ადამიანებს იჭერენ, როდესაც მიიღეს გრანტების კანონი, რომელიც ასევე ამერიკის საელჩოს ეხება და ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა ეს რეგისტრაცია უნდა გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვეღარ იმუშავებენ, ანუ მათ სამსახურები უნდა დატოვონ. ეს არის დიდი გამოწვევა თავად ამერიკისთვისაც და იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც ემსახურებიან თუნდაც ამერიკის საელჩოს. ამ ყველაფერზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან საუბარი იყო მისი მხრიდან, თუ ეს არის ასე ვთქვათ, არა, ეს საუბრები არის. არ არის არანაირი შემოვლე, ეს საუბრები არა. ეს არის ის თემები, რომლებიც ამერიკის ადმინისტრაციას აწუხებს ქართულ ოცნებასთან. ეს ითქვა დღევანდელ შეხვედრაზე, თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შორის არა მარტო დღევანდელ შეხვედრაზე, ნებისმიერი სხვა კომუნიკაცია, რომელიც გვაქვს ჩვენ ალიანსის ფორმატში ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან სულ დგას ეს პრობლემა და ამას ყოველთვის ეუბნებიან ქართულ ოცნებასაც. ქართული ოცნება უბრალოდ იმ ნაწილს აჟღერებს მხოლოდ რაც მას აწყობს და მხოლოდ სიმბოლურად ფოტოებით ცდილობს აჩვენოს რომ ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა მიმდინარეობს. სინამდვილეში ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა წარმოუდგენელია, სწორედ იმიტომ რომ ამერიკის და პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს რომ ხელისუფლება ინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან მიმართებაში რომ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა ეს იცით რას ნიშნავს? ხო, კი, მახსოვს. ეს იცით რას ნიშნავს? ანუ ოპტიმიზმს ინარჩუნებს, რომ ამერიკამ აღიაროს ქართული ოცნება, როგორც აღიარა ლუკაშენკო, როგორც ავტოკრატი ხელისუფალი და ისე დაიწყოს ურთიერთობები ქართულ ოცნებასთან. ამას მარტო კობახიძე არ ამბობს. ბოჭორიშვილის ყოველი მეორე სიტყვა არის ის, რომ ევროპამ გვაღიაროს ისეთები, როგორიც ვართ. და მერე გადავიდეთ თანამშრომლობით ურთიერთობებზე. ანუ ქართული ოცნების ამოცანა არის, მას ყავდეს პოლიტპატიმრები, აქ არ არსებობდეს თავისუფალი არჩევნები, მაგრამ ურთიერთობები ქონდეს ევროკავშირთან და ტრანზაქციონული, მხოლოდ როგორც მაგალითად აქვთ ქონდათ რუსეთთან, როგორც აქვთ დღეს ბელარუსთან, ან დანარჩენ ავტოკრატიულ სახელმწიფოებთან, სადაც არც თავისუფალი არჩევნები ტარდება და არც ადამიანის უფლებები არ არის დაცული. ანუ ესეთი სისტემა უნდა შექმნას ივანიშვილს და ამ სისტემაში უნდა ითანაცხოვრება ჰქონდეს მხოლოდ ეკონომიკური. ოღონდ ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ეს ხდება, როდესაც ავტოკრატიული სახელმწიფოები თანამშრომლობენ ევროკავშირთან, ამერიკასთან, ზოგადად დასავლეთთან, მხოლოდ ეკონომიკური პროექტებიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ კორუფციული კლანი კიდევ უფრო მდიდრდება, ადამიანები კიდევ უფრო ღატაკდებიან და ამ ქვეყანაში არ არსებობს კეთილდღეობა. ეს უნდა ივანიშვილს მხოლოდ ასე ხედავს საკუთარი თავის გადარჩენას. სხვა ყველა შემთხვევაში დემოკრატიული პროცესების შემთხვევაში ქართული ოცნება აღარ იარსებებს. იმიტომ რომ მათი ამორჩეველი დღესდღეობით დარჩენილია 20%. ბატონ გიორგი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის კონტექსტში კიდევ ერთი როგორც ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან დღეს მოვისმინეთ, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზის მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვებით. პოლიტიკოსების განცხადებით ამერიკულ მხარეს გადაეცა თხოვნა, რომ მოხერხდეს ამ ვიზებთან დაკავშირებული დამატებითი ტვირთის გაუქმება თუ არა შემსუბუქება მაინც. აი ამ კუთხით არ ვიცი თუ მიიღეთ რაიმე დამაიმედებელი პასუხი, იმიტომ რომ ვიზების თემა საქართველოს მოქალაქეებს ნამდვილად აწუხებთ და აქვე რადგან სავიზო შეზღუდვებს შევეხეთ, თვითონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ამერიკის გაწყვეტილება უკავშირდება მოქალაქეების მხრიდან სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალმაჩვენებელს, თუმცა აქვე გვესმის, რომ რაღაცა სავიზო პირობების დარღვევის შემთხვევებს აქამდეც მრავლად ჰქონდა ადგილი, თუმცა ვაშინგტონს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში პოლიტიკა არ გაუმკაცრებია. აი მაშინ რატომ ახლა ამას რა ახსნა შეიძლება ქონდეს?
ახლა ამერიკის ზოგადად საგარეო პოლიტიკა, რაც ნახეთ, რასაც უყურებ ტრამპის ადმინისტრაციის, მიგრანტების გამო არის საკმაოდ გამკაცრებული, განსაკუთრებით ისეთი მიგრანტების მიმართ, რომლებიც არალეგალურად შედიან ამერიკაში, ან იყენებენ ვიზებს იმისთვის, რომ მე იქ არალეგალურად დარჩენ, ასეთი რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის არის ძალიან დიდი მათ შორის და ეს ცხადია გამოწვეულია ქართული ოცნების პოლიტიკიდან გამომდინარე. ხო, ან თქვენ თუ კარგი ცხოვრება გექნებათ საქართველოში, მე დარწმუნებული ვარ, აქედან წასვლა არ მოგინდებათ, მაგრამ ის რომ მილიონამდე ადამიანმა დატოვა საქართველო და დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილდნენ, არის იმის შედეგი, რომ ამ ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავს ადამიანი. მე შეიძლება დღეს რომ აქ ცხოვრობ, ვერ ვხედავდე მომავალში, რაც გავაკეთებ, ვინ ვიქნები, როგორ იქნება ჩემი ოჯახის წევრები და სწორედ ამ უპერსპექტივობამ, ამ სიდუხჭირემ და ქართული ოცნების ამ არასათანადო პოლიტიკამ მიიყვანა ეს ქვეყანა იქამდე, რომ ქვეყანიდან მოუწია მილიონამდე მეტ ადამიანს გასვლა და ბოჭორიშვილის განცხადება არის აქაც ძალიან დიდი манипуляცია და ტყუილი, იმათ გამო არ არის ქართველების გამო არ ხდება ამ პოლიტიკის შეცვლა, ხდება იმიტომ რომ ის ხალხი აქ ვერ დარჩა რომ თავის ოჯახის წევრები გადაერჩინა. თუმცა ამერიკის დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე ფაქტი დადგა, ხო, რომ ეს არის პრობლემა და საქართველოს ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს, მაგრამ ამას ქართული ოცნება ვერ მოაგვარებს. ცხადია, ქართული ოცნების მოგვარება რო შეძლებოდა, ეს ქვეყანა იქნებოდა ევროკავშირის წევრი, ამ ქვეყანას ექნებოდა ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობა, ისევ გაგრძელდებოდა სტრატეგიული პარტნიორობა და არც ეს საკითხი არ დადგებოდა. უკიდურესად გაჭირვებული ქვეყნების სიაში აღმოჩნდით, ხო, როდესაც ეს სია გამოქვეყნდა, ვისაც შეეზღუდა ვიზების მიღება. ანუ ეს არც ქართველზეა დამოკიდებული და ეს არც ამერიკის პოლიტიკა არ არის ცალსახად, რომელიც შეცვლა შეუძლებელია. ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს თუ საქართველო გახდება კვლავაც სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის, ოღონდ ივანიშვილის ხელისუფლებაში ეს წარმოუდგენელია ასევე ევროკავშირისთან ინტეგრაცია განახლდეს, სანამ ივანიშვილი არის ხელისუფლებაში. ის კი არა, თავისუფალ მიმოსვლის დაკარგვის სერიოზული შანსი დგას უკვე ევროკავშირთან, იმიტომ რომ ივანიშვილი არ ცვლის არაფერს. ანუ არაფერი არ გააკეთა. აი მაგალითად, ეხა იყო ჩამოსული ხო ეს ამერიკის წარმომადგენელი, ვისთანაც თითქოს თანამშრომლობის გაგრძელება უნდათ, ხო? ზუსტად ამ ორ დღეში მათ ელენე ხოშტარიას გამოუტანეს განაჩენი 5 ადამიანი დააკავეს ტროტუარზე დგომისთვის, ანუ ეს რამე ნიშანი მაინც ხო უნდა ჩანდეს, რომ ქართული ოცნება ცდილობს თავისი პოლიტიკას გადახედოს და რაღაც ურთიერთობების დალაგება დაიწყოს და ამას არ აკეთებს, კიდევ უფრო აძლიერებს რეპრესიას. ამიტომ არ ხდება ასე. აი რადგან ახსენეთ, ბუნებრივია ვაპირებდი კიდეც თქვენთან ამ საკითხზე საუბარს, შევაფასოთ ის განაჩენი გაწყვეტილება, რაც თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია ელენე ხოშტარია და თქვენი პარტია საერთოდ თუ პოლიტიკური გაერთიანება ლიდერია მათ შორის, ვისი ხელმძღვანელი პირებიც საპატიმროებში იმყოფებიან ან არ ვიცი საქმეები არის აღძრული მათ წინააღმდეგ. მოკლედ ელენე ხოშტარიას საქმე, რომელსაც მოსამართლე გიორგი არევაძემ კახაკალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. თავად მოსამართლემ გაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ ელენე ხოშტარიას წარსულში მის მიმართ წარმოებულ ჯამში 16 ადმინისტრაციული საქმიდან არასდროს არც ერთი ჯარიმა არ გადაუხდია, ისე როგორც ბანერის დაზიანების ფაქტზეც არ გადაუხდია შეფარდებული გირაო და არ აუნაზღაურებია არც ზარალიო ამბობს მოსამართლე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ არსებობდა საფუძველი ხოშტარიას მიმართ შემამსუბუქებელი მიდგომისო, ასეთია მართლმსაჯულების არგუმენტი. ქონდა თუ არა მოსამართლე არევაძეს იმ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი, რაც მიიღო? არევაძესაც ჰქონდა ცხადია და ჰქონდათ მანამდე საერთოდ არ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. იქ არის გამიჯნული ადმინისტრაციული საქმე, შეიძლება დაწყებული იყოს საქმე წარმოება, თუმცა მათ აირჩიეს უკიდურესი ფორმა და ეს უკიდურესი ფორმა მიიყვანეს სისრულეში. და სწორედ იცით რა, ანუ კონკრეტულად არ უნდა შევხედოთ ამას როგორც ელენეს საქმე, როგორც ნიკა გვარამიას საქმე, როგორც დანარჩენი ლიდერების საქმე, ნიკა მელიას საქმე. ეს ადამიანები წარმოადგენენ პოლიტიკურ ლიდერშიპს, რომელთა არჩევანი არის ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის და დასავლური სტრუქტურების წევრი. ანუ ეს ქვეყანა იყოს ევროპის ნაწილი. ამათი ციხეში გაშვებით საბოტაჟის გამოცხადება არის ევროპული გზის. ანუ ისინი სიმბოლოს წარმოადგენენ. ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც წინააღმდეგაც არის აღძრული საქმეები, ნაწილი დღემდე ციხეში არის, ნაწილს 8 პოლიტიკურ ლიდერზე არის საბოტაჟის საქმე აღძრული. სინამდვილეში ეს არის ქართული ოცნების საბოტაჟის საქმე ჩვენი ევროპული მომავლის. ეს არის.
ამის სიმბოლო არის და ამას აჩვენებს. თორე ელენემ რომ რაღაცა მიაწერა ბანერს, ეს ხო არ იყო ქართული ოცნებისთვის პრობლემა. არც ის არ იყო პრობლემა დანარჩენმა ლიდერებმა კომისიაზე არ გამოცხადების გამო ციხეში რო გავუშვეს. არც ის არ არის პრობლემა, რა თქვა ნიკა გვარამიან, ნიკა მელიან, ბადრი ჯაფარიძემ, ნებისმიერმა რა უთხრა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ეს არ არის. გასამართლება მიდის ჩვენი ევროპული მომავლის და ეს არის. ამას აჩვენებს ივანიშვილი. როგორც მაგალითად მიხეილ სააკაშვილი ჩასცვა ციხეში, იმიტომ რომ ამით პუტინს აჩვენა, რომ ყველა დასავლელი ლიდერი, რომელიც ამ ქვეყნის დემოკრატიზაციას, ამ ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას დაიწყებს, ასე გასამართლდება, ასე უნდა გაასამართლოს ნებისმიერი პროდასავლური ძალა ამ ქვეყანაში და ამას აჩვენებს სინამდვილეში. აუცილებლად უნდა გითხოთ იმ შეფასებებზე, რომელიც ელენე ხოშტარიას საქმეზე დამდგარ განაჩენთან დაკავშირებით მართლ პარტიაში ისმის. ქართული ოცნება გეუბნებათ, რომ ელენე ხოშტარიასგან ვერც შუშანიკს გამოძერწავთ და ვერც ჟანა დარკს, რიგითი ხულიგანია თქვენი ელენე ხოშტარიაო, ასეთია მართლ პარტიის შეფასება, რომელიც იმის გამო, რომ ხოშტარიამ და ეს მან თავადაც განაცხადა თავის დროზე, გამიზნულად დააზიანა კახაკალაძის საარჩევნო ბანერი, ამტკიცებს, რომ თქვენი კოალიციის ეს ლიდერიც, ისე როგორც პრინციპში მთელი კოალიცია და შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად სრულიად ოპოზიციური სპექტრი ხართ ექსტრემისტები და გსურთ საქართველოში პოლიტიკური პროცესების არევა. აი კიდევ ერთხელ რომ უპასუხოთ ამ თვალსაზრისით გამოთქმულ ბრალდებას, აი რა სურს ოპოზიციას და რა არის თქვენი ინტერესი? არ ვიცი, ქვეყანაში ვითარების კიდევ უფრო არევა თუ აი ამ არეული სიტუაციის დალაგება და დამშვიდება. ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ისეთ კრიზისში შეიყვანა, ანუ ეს არის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი ერთობლივად. ანუ დღესდღეობით ჩვენ თუ ხედავთ მარტო პოლიტიკური კრიზისს ქვეყანაში, ეკონომიკური კრიზისის ნიშნები დგას, ხო? ამიტომ დაიწყეს ის საგამოძიებო კომისია ფასებთან მიმართებაში, ოღონდ ესეც ვერ გააკეთეს ვერაფერი, სიმბოლურად კვერცხი აირჩიეს და ის ფასაც ვერ დაუწეს. ოღონდ ეს დღეს არის ეკონომიკური კრიზისი, ხვალ კიდევ უფრო გაძვირდება პროდუქტი, იმიტომ რომ ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოდის და ჩვენ დასავლელი პარტნიორები საიდანაც გრანტები შემოდიოდა, საიდანაც ინვესტიციები შემოდიოდა, იმ ქვეყნებთან ჩვენ ურთიერთობები აღარ გვაქვს. ანუ საქართველოს მიიყვანეს იმ დონემდე, რომ ქვეყანაში დოლარის წარმოება აღარ ხდება. ანუ ეს მიიყვანს ქვეყანას კოლაფსამდე, ეკონომიკურ კოლაფსამდე და დაახლოებით ზუსტ ისეთ სიტუაცია გვექნება ქვეყანაში, როგორც იყო 2003 წელს. ანუ აქამდე შეიძლება მიიყვანოს ქართული ოცნების პოლიტიკამ. ანუ ჩვენი პასუხი რა არის? ჩვენი პასუხი არის, რომ დიახ, ჩვენ გვინდა ცვლილება ამ ქვეყანაში, ჩვენ გვინდა შეიცვალოს ქართული ოცნება და ჩვენ უნდა შევცვალოთ ქართული ოცნება. ქართული ოცნებას არ აღიარებს ქართველი ხალხი. ეს ჩვენი აჩემება კი არ არის. ქართველი ხალხი არ აღიარებს გამოუცხადა უნდობლობა ქართულ ოცნებას, საქართველოს მოსახლეობის 70-80% მეტი აღარ ენდობა ქართულ ოცნებას, 70% ითხოვს ამ ქვეყანაში დემოკრატიულ ცვლილებებს, რომ ქართული ოცნება აღარ იყოს ქვეყნის სათავეში, 70% აბრალებს ქართულ ოცნებას ამ ქვეყანაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს და უნდა ცვლილება. ეს გვინდა ჩვენც. ჩვენ გვინდა ქვეყანა დავაბრუნოთ ევროკავშირის გზაზე. ჩვენ გვინდა ის კეთილდღეობა მოუტანოთ ამ ქვეყანას, რაც რისი პერსპექტივაც გვაქვს. ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში საქართველოს შეუძლია გახდეს უმდიდრესი ქვეყანა. როდესაც არის ამერიკის ინტერესებია სომხეთ-აზერბაიჯანში, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა ნებისმიერ წუთში შეიძლება შეიცვალოს ჩვენთვის, იმიტომ რომ ტრანზიტული ქვეყანა ვართ და ეს ჩვენს ჯიბეებზე აისახოს, რატომ უნდა ხდებოდეს, რომ ევროკავშირის და სომხეთის სამიტი ტარდება ერევანში. ეს ჩვენთან უნდა მომხდარიყო, ჩვენ უნდა ყოფილიყავით ვენსი რო იყო ამერიკაში ჩასული სომხეთში, ის ჩვენთანაც უნდა ჩამოსულიყო, იმიტომ რომ ჩვენ ამ რეგიონში როგორც იქნა გვაქვს მშვიდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ჩვენ ეს მშვიდობა და სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შემოსვლა რეგიონში უნდა გამოგვეყენებინა ჩვენი სიმდიდრის დოვლათის შესაქმნელად. რას აკეთებს ქართული ოცნება? ამიტომ ისინი უნდა შეიცვალონ. ამიტომ არის ხალხი ასეთი გაგიჟებული და არ უნდათ ქართული ოცნების ხელისუფლება, მაგრამ საპირწონეთ რაც ვიღებთ ქართული ოცნების მსგავს პროპაგანდას, ეს პროპაგანდა არ არის თავის სიშლეგი არის, მათაც ეშინიათ. მათ ეშინიათ ხალხის, მათ ეშინიათ ამ ცვლილებების, იმიტომ რომ ისინი ვერ გადარჩებიან დემოკრატიაში. დღევანდელი ქართული ოცნება არ უნდათ, მაგრამ რამდენად უნდათ დღევანდელი ოპოზიცია და მოდით ამ კონტექსტში კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ, აი ბოლო დღეებში ყოველ შემთხვევაში მე მოვკარი რამდენიმე ოპოზიციური ალიანსის რამდენიმე ლიდერის განცხადებას ყური, ისინი ამბობდნენ, რომ ალიანსი ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად და ის სწორედ ამ წელში მინდა კითხოთ, იმიტომ რომ კვლავ აქტუალური რჩება კითხვა როგორ და რანაირად და იმოდით სწორედ ამაზე ვისაუბროთ. ამ დღეებში რაც გავიგეთ, იგეგმება საპროტესტო ტალღის გააქტიურება, მათ შორის საპროტესტო აქციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, თუმცა იმ მხოლოდ აქციებიც რამდენად მიდიყვანთ ხელისუფლების ცვლილებამდე, გათვალისწინებით იმის, რომ აი სულ რამდენიმე თვის წინ ხედავდით რამდენიმე თვიან უწყვეტ
ხმაურიან და მრავალ ათასიან აქციებსაც კი, მაგრამ ამას ქართული ოცნების წასვლა არ მოჰყოლია, პირიქით შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარად ადაპტირდა კიდეც მმართველი პარტია იმ პროტესტსა და მიტინგებს. ქართული ოცნება ვერაფერთან ვერ ადაპტირდა სინამდვილეში. ის კანონები, რაც მიიღო და რაც იღებს და ყოველდღურად როგორც ის ექცევა საკუთარ ხალხს, არის იმის დადასტურება, რომ მას ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის და მან არ იცის რა პერიოდში აუფეთქდება მას თავისივე ძალაუფლება ხელში, რაც აქვს შერჩენილი, იმიტომ რომ ესე მარტივი არ არის ავტოკრატიის კონსოლიდაცია ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 70%-ზე მეტი პროცენტი შენს წინააღმდეგ არის და ეს წინააღმდეგობა არსებობს საზოგადოებაში, შინაგანი წინააღმდეგობა არსებობს. მე არ ვლაპარაკობ იმ რაღაცა მცირე ბიზნესებზე ან ქართული ოცნების მიერ დასაქმებულ ადამიანებზე, განსაკუთრებით რეგიონებში, ვისაც საარსებელ მინიმუმის შემოსავალი აქვს ქართული ოცნებისგან, ან იმ სოციალურად დაუცველებს, რომელსაც ატერორებენ, აშანტაჟებენ ფულის წართმევით თუ ოპოზიციურად ან პოსტ დაწერენ ან აქციაზე გამოვლენ, ხო? მაგრამ ეს გადაწყდება სწორედ იმიტომ, რომ ელექტორალურად თუნდაც ალიანსი, მათ შორის ლელოც, მათ შორის გახარიათ თუნდაც არის ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ შექმნას ერთიანი ძალა ქართული ოცნების წინააღმდეგ. ზოგმა სხვა გზა აირჩია, მაგრამ ჩვენ 8 პარტიამ ავირჩიეთ ის გზა, რაც ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად ტკივა და ეს ტკივილი არის ლეგიტიმაციის არქონა. ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ შენ გაღიარონ მეფეთ, მაშინ საზოგადოებამ უნდა გაღიაროს, რომ შენ ხარ მეფე. თუ საზოგადოება არ გაღიარებს, რომ ის არის მართველი, მაშინ მას ძალაუფლება ეკარგება, ის არ არის სრულყოფილი მართველი. როდესაც დასავლეთი ეუბნება, რომ შენ არ გაღიარებ როგორც საპირწონე სახელმწიფოს მეთაურს და შენი წარმომადგენელი არის არა კობახიძე, არამედ რუსი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თვითმყოფა თვითონ ივანიშვილიც არ არის სრულყოფილი სუვერენული რუსეთზეა და პუტინზე დამოკიდებული. ამ შემთხვევაში მათ აქვთ იდენტობის კრიზისი და ეს იდენტობის კრიზისი არის ის, რაც მათ აუცილებლად ჩამოშლის, მაგრამ საზოგადოება, აი თქვენი კითხვა, რატომა იყო ბევრი ხალხი და რატომ არ მოხდა ცვლილება? ცვლილება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოება ხედავს ელექტორალურად ალტერნატივას, ანუ ოპოზიციური პარტიების, ძლიერ ოპოზიციურ პარტიებს, რომელსაც ხედავს იმ ძალად, რომელსაც შეუძლია ეს ქვეყანა წაიყვანოს. ვერ ხედავდა. რა თქმა უნდა, ვერ ხედავდა, იმიტომ რომ პოლიტიკური ლიდერები ახლა სწორედ ჩვენი ამოცანა ეს არის, ამ სტრატეგიის შეთანხმება ეს არის, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, ის ერთობა, ვინც ამ ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს ქართული ოცნების არაღიარებით, დელეგიტიმაციით და მათი ჩამოშლით. ერთია, თქვათ, საპროტესტო ტალღის გააქტიურება ქვეყნის შიგნით და საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ სწორედ ოპოზიციური ალიანსია ალტერნატივა, მეორეა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა და ამ კონტექსტით მინდა ვისაუბროთ და გავიხსენოთ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიშიც, მწვავე ანგარიშიც, მით უფრო რომ აი ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ სწორედ ოპოზიციურმა ალიანსმა გააკეთეთ განცხადება, რომ იწყებთ საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ კომუნიკაციას, რათა ამოქმედდეს ყველა ის საერთაშორისო მექანიზმი, რაც ამ დოკუმენტით არის ამ დოკუმენტში არის ნახსენები. აი იმის მოლოდინიც კი გაჩნდა და მათ შორის ამ მოლოდინის შექმნას ალიანსმა შეუწყო ხელი, რომ ქიმიური მოწამვლის და წამების სავარაუდო ფაქტებზე ქართული ოცნების შესაბამის პირებს ჰააგაშიც კი მოუწევთ პასუხისმგებლობა. აი რა ინფორმაციები მოდის თუ შეგიძლიათ გითხრათ უცხოეთიდან? აი თუ გაქვთ ინფორმაციები, რისთვის არიან საერთაშორისო პარტნიორები მზად და მზად არიან თუ არა კონკრეტული მექანიზმების ასამოქმედებლად? რა თქმა უნდა, პირველი რაც აუცილებლად მოხდება უახლოეს მომავალში, ეს არის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი, რომელიც განმეორებით ვიზიტს განახორციელებს საქართველოში, სწორედ იმიტომ რომ ეს ფაქტების გადამოწმებიდან გამომდინარე მისი მხრიდანაც დადასტურდეს სისტემური ძალადობა ადამიანებზე, საქართველოს მოსახლეობაზე, ოღონდ მე აქაც ხაზი უნდა გაუსვა. ეს არ არის ერთეული გადაცნობები, რასაც კობახიძე ამბობს, არამედ არის სისტემური ძალადობა ადამიანებზე, ადამიანის უფლებების ხელყოფა, წამება, რაც მოსკოვის მექანიზმმა ასევე გამოძიების ფარგლებში დაადგინა, ხო? როდესაც სისტემური ძალადობა ხდება მოსახლეობაზე, ეს არის ის საერთაშორისო დანაშაული, რომელსაც საერთაშორისო სამართლებრივი ორგანიზაციები იძიებენ და ასამართლებენ. სწორედ ამიტომ დადგა ჰააგის საკითხიც, ქართული ოცნების და ივანიშვილის წინააღმდეგ და ეს აუცილებლად აღსრულდება. აღსრულდება დღეს და ხვალ არა, მაგრამ ეს აუცილებლად დადგება, როგორც დადგა მაგალითად ლუკაშენკოს შემთხვევაში 5 წლის თავზე. მაგრამ ეს აუცილებლად დადგება და ეს ივანიშვილმა და მისმა მონებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ მათ წინააღმდეგაც დადგება. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ქართული ოცნება 5 წელი
და დარჩეს ხელისუფლება. პირობითად რა თქმა უნდა. ჩვენ სინქრონულად ან დიდსურათში უნდა დავინახოთ. ეს არის საგარეო ზეწოლის მექანიზმი, რომელიც ამუშავებულია, რომელიც დღითიდღე როგორც თოვლის გუნდა იზრდება და გაიზრდება და კულმინაცია მას აუცილებლად ექნება. ალიანსი ძლიერდება სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სტრატეგიაზე შევთანხმდით და ეს ერთობა ქმნის ძალას, ალტერნატივას, რომელიც ასხივებს იმის ძალას, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები შესაძლებელი არის და სწორედ ამაზეა დაფუძნებული ჩვენი სტრატეგია, რომ ჩვენ როგორც ქვეყნის თბილისში, ასევე რეგიონებში კამპანიას ვიწყებთ საზოგადოების მობილიზაციისთვის და მობილიზაცია მნიშვნელოვანი არის. მობილიზაცია ქმნის იმ ძალას, რომ ჩვენ შიგნით დავიჯეროთ ჩვენვე, რომ ცვლილება შესაძლებელი არის, რაც ყველაზე მეტად აშინებს ბიძინას და ქართულ ოცნებას. რატომ მიიღო ეს კანონები? აი ტროტუარზე რატო აკავებს ადამიანს? იმიტომ რომ იქ რო ვდგავართ, ეს ეშინია. ეხლა დაიწყეს ახალი პირთან დაკავშირებით. ხო და ინახეთ, რა გააკეთა აი დღევანდელი манипуляციაც ხო? რუსთაველის რეაბილიტაციას იწყებს. იმისთვის რომ ხალხი არ გააჩერა. ანუ ყოველ ჯერზე ფიქრობს, როგორ გააჩეროს ხალხი, როგორ გააჩეროს ჩვენი მოძრაობა, როგორ დაიჭიროს პოლიტიკური ლიდერები, აკრძალოს პარტიები, რომ გაგაჩეროს. მაგრამ ვინმეს ემჩნევა აგაჩერება? არა. ერთი იმავე ბრიფინგზე, რომელიც ოპოზიციურმა ალიანსმა მიუძღვნა მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, ითქვა, რომ იწყებთ მუშაობას კონკრეტულად საფრანგეთის საგამოძიებო უწყებებთანაც, რათა ბიძინა ივანიშვილის როგორც ამავე დროს საფრანგეთის მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება. აი ობიექტურად ამ კუთხით და ამ თვალსაზრისით რა მოლოდინები გაქვთ და რა შანსია იმის, რომ საფრანგეთმა ეს გააკეთოს? ხო, ეს დღეს და ხვალ რთულია ამის პროგნოზირება. ჩვენი მხრიდან მზაობა გვაქვს და ამაზე მუშაობთ და კომუნიკაცია არსებობს მათ შორის საფრანგეთთან, როგორ განვითარდება მოვლენები ეს წინასწარ ამის პროგნოზირება, იმიტომ რომ საზოგადოებას მე ფრუსტრაცია ეწყება, როდესაც ან დროში იწელება სიტუაცია, ან ფიქრობს, რომ აი თითქოს საგარეო დახმარებით ჩვენ შევძლებთ აქ ცვლილებას. ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ რას გავაკეთებთ ქვეყნის შიგნით და როგორ ვაჩვენებთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი არ არის სანდო პარტნიორი არავისთვის, არც ქართველი ხალხისთვის და კიდევ უფრო მეტ სიდუხჭირეში შეიყვანს და კიდევ უფრო მეტად გააღატაკებს ქვეყანას და საბოლოო მიზანი მისი მხრიდან არის რუსეთი. და დღეს ვნახეთ განცხადება, როგორ ცდილობს რუსეთი დიალოგის ფორმატები დაიწყოს, რადგან წინააღმდეგი არ არის საერთოდ ქართული ოცნება. ანუ ამას ცდილობს. დღესდღეობით ის რომ ქართული ოცნება რადგან ამ თემას შეეხეთ, გითხარით, აი თქვენ აზრით რა უნდა მოსკოვს და რას შეიძლება უკავშირდებოდეს მოხშირებული კომენტარები და საუბრები იმის თაობაზე, რომ აი მათი მხრიდან არსებობს მზადყოფნა თბილისთან ურთიერთობები. გადაიტვირთოს არა, მაგრამ შეიცვალოს უკეთესობის. ეს ივანიშვილის ამოცანა იყო თავის დროზე, როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, უბრალოდ მას ამის საშუალება არ ჰქონდა, სწორედ ხალხიდან გამომდინარე, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში იყო და დღესაც არ აქვს ამის პირდაპირ თქმის საშუალება, იმიტომ რომ ხალხი, როგორც გითხარით, 70-ზე მეტი პროცენტი არის ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგი და არ იცის ივანიშვილმა რაზე შეიძლება ისე გაბრაზდეს და გამოვარდეს გარეთ და მათ შორის რუსეთთან მსგავსი ურთიერთობის განახლება არის ის ერთი ტრიგერი, რომელიც ქართულ საზოგადოებამ იცის რას ნიშნავს რუსეთი და ეს არის ივანიშვილისთვის პრობლემა, ამიტომ ყოველთვის ცდილობს ნელ-ნელა მოახრჩოს საზოგადოება, ისე განაიაროს, რომ საზოგადოებას პროტესტის გამოხატვის ენერგია და ძალა არ ქონდეს და ამას აკეთებს ივანიშვილი მთელი ბოლო 1 წლის მანძილზე ღლის და აწამებს საზოგადოებას იმისთვის. მაგრამ რუსეთს რა უნდა? რუსეთი კარგავს თავის ძალაუფლებას და მან დაკარგა სირიაში, დაკარგა მოლდოვაში, ახლა კარგავს უნგრეთში, დაკარგა სომხეთში, მან დაკარგა ვენესუელაში. აღარ არსებობს რუსეთის მოკავშირეები, აღარ არსებობს ძლიერი რუსეთი, რომელზეც იდგა მთლიანად მათი პროპაგანდა. ერთადერთი რა დარჩენია, სადაც ყავს თავისი ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი. მადლობა გიორგი სტუმრობისთვის დაგემშვიდობებით. გიორგი ბუტიკაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი კიდევ ერთ პოლიტიკოს უნდა დაუთმოთ ჩვენი სტუდია. ამჯერად აქტუალურ საკითხებზე გავეცნობით ლელოს პოზიციას. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს როლი რეგიონალურ ჭრილში კიდევ ერთი კრიტიკული ანგარიში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რომელსაც რამდენიმე დღეში ევროსაბჭოს კონგრესში განიხილავენ. ბრიუსელთან დაპირისპირების ფონზე კი ბრძანილები, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებისგან ვისმენთ სწორედ თბილისთან ურთიერთობების საკითხზე. ეს მხოლოდ მოკლედ, რა თქმა უნდა, იმ თემების შესახებ, რაზეც გრიგოლ გეგელიასთან გვაქვს კითხვები და აქვე მივესალმები კიდეც ვარიმ ჩვენ სტუმარს. გამარჯობა გრიგოლ და მადლობა რომ შემოგვიერთდით. გრიგოლ, აი ჩვენი ინტერვიუც მოდით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის პიტერ ანდრეულის საქართველოში ვიზიტის შეფასებით გავხსნათ.
მით უფრო რომ დღეს თქვენ პირადად იყავით წარმოდგენილი ამერიკელ სტუმართან ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ კი თქვენ თქვით რომ ქონდათ ფართო მიმოხილვა იმ ძიმე გამოწვევების რაც ჩვენს დემოკრატიას გააჩნია ასევე როგორც აღნიშნეთ თქვენი ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო რომ ქართული ოცნება არ არის თავსებადი ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან ეს გასაგებია თუმცა ის საინტერესოა რა იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებებზე უკვე თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის რეაქცია და პასუხი. ანუ მან მხოლოდ მოისმინა თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციები და თქვენი შეფასებები თუ მისი მხრიდანაც იყო კონკრეტული ასე ვთქვათ შეფასება, გზავნილები ქართული ოცნების პოლიტიკასა და პოზიციონირებასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ბატონი ანდრეული არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის. მისი ვიზიტი შესაბამისად არის მნიშვნელოვანი ყურადღების გამოხატულება საქართველოსადმი და იმ ძალიან მძიმე პრობლემატიკისადმი მე ვიტყოდი, რაც დღეს დგას ჩვენს სახელმწიფოში. ჩვენ დღევანდელი შეხვედრისას ძალიან ფართოდ მივოვიხილეთ როგორც საშინაო გამოწვევები, ასევე საგარეო გამოწვევები. გულისხმობ იმას, რომ შევისაუბრეთ დემოკრატიაზე, დემოკრატიის უკუსლაზე და იმ ჩარჩოსპობაზე, რაც თავისუფალ სახელმწიფოებრიობას აუცილებლად უნდა გქონდეს და ამავე დროს ვისაუბრეთ ძალიან მკაფიოდ საქართველოს როგორც შუა კორიდორის ძალიან მნიშვნელოვანი აქტორის თაობაზე, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, კიდევ უფრო კონკრეტულად რო ვთქვა და იმ მავნე ინტერესებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ღიად ყოველთვის არის ცნობილი იჩენს თავს საქართველოს შესაძაც კორუმპირებულ კომპანიებს გადაეცემა ანაკლიის ღმერთსყოლანი პორტის პროექტი, როდესაც რეჟიმი არის აფილირებული ისეთ ავტოკრატიებთან, ისეთ მასობრივ სერიულ მკვლელებთან, როგორც ირანის რეჟიმი, ხო და დროშას ანათებს მის სფერებში. ამას საჯაროდ აკეთებს, ხო, ამას ჩემი თქვა არ ჭირდება, ხო, მე მგონი და არც რომელიღაც კოლეგის, ხო? ჩვენ ვისაუბრეთ იმ ჯამურ სიტუაციაზე, რაც არის შექმნილი საგარეო პოლიტიკური და საშინაო პოლიტიკური თვალსაზრისით. კრიტიკული შეფასებები მე ჩემგან არ არის ზოგადად არ იქნება სწორი ჩემგან ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გაკეთებული შეფასებები მოუყვე როგორც ასეთი მე შემიძლია ვისაუბრო იმ საჯარო პოზიციებზე რაც გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩვენ უნდა გვესწროთ რომ ბატონი ანდრეული წარმოადგენს იმ პოლიტიკას იმ კურსს რომლის შესახებაც ჩვენ ხუთჯერ მოვისმინეთ ხო როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთ სხვადასხვა შემთხვევაში განაცხადა ხო ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით და თქვა რომ თუ ქართული ოცნების რეჟიმი არ გააკეთებს არაფერს და არ გადადგამს ნაბიჯებს არანაირი სტაბილიზაცია არ მოხდება ეს მათ თქვა ზუსტად ხუთჯერ ხო სამჯერ სახელმწიფო დეპარტამენტმა და ორჯერ ამერიკის საელჩომ თბილისში აქ საუბარია იმაზე რომ პირველი უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის გადატვირთვა უნდა შეწყდეს ეს ანიჰილაციაზე განადგურებაზე მომართული პოლიტიკა უნდა შემცირდეს ჩინეთის ეკონომიკური გავლენა ქვეყანაში და შეწყდეს ამერიკაზე თავდასხმები ეს ნაბიჯები იყო მათი მხრიდან ჩამოთვლილი ეს ნაბიჯები ჩემთვის ძალიან დიდი ხანია ცნობილია რომ არის კი ეს ნაბიჯები არის დასახელებული ამერიკის მიერ ქართული ოცნებისადმი უკვე ძალიან დიდი ხანია წელიწადია პრინციპში ანუ რაც მოვიდა პრეზიდენტი ტრამპი და რაც ქართული ოცნება ცდილობს ხალხი მოატყუოს რომ ტრამპთან გადატვირთავენ სიტუაციას ამის გადატვირთეს რამე ხო ჩვენ გვახსოვს აი ხლა ცოტა ხნის წინ ორი კვირის წინ დაახლოებით იყო ქოცევის დელეგაცია ხო წასული ვაშინგტონში ეს მართალი არ ყოფილა სახელმწიფო ვიზიტი ისინი არ ყოფილან მიწვეული რაიმე სახელმწიფო როგორ ვთქვათ წარმომადგენლის მიერ სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილან მიწვეული ისინი ესწრებოდნენ კერძო პირის მიერ ორგანიზებულ კერძო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ეს იყო და ეს მაგრამ ჩვენ ნახეთ ხო იქ რაღაც შეხვედრები ჰქონდათ და აი ამ შეხვედრების მერეც კიდევ ერთხელ თუ დააკვირდებით სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთ-ერთ არხს ფორმულას თუ სწორად მახსოვს უპასუხა კითხვაზე და თქვა რომ ისევ იგივე ხო ზუსტად იგივე რომ თუ ქართული ოცნების რეჟიმი არ გადადგამს ნაბიჯებს არავითარი ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება და ფასი არის ძალიან კონკრეტული რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში შედგა ვაშინგტონსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ხომ არ უნდა არსებობდეს მოლოდინი იმისა რომ ურთიერთობები მაღალ დონეზეც დაიწყება მიუხედავად იმისა შეცვლის თუ არა ქართული ოცნება მის მიერ წარმოებულ პოლიტიკას თქო და პრინციპში ამ კითხვას უკვე გაიცით პასუხი რომ ასეთი მოლოდინის შექმნა არ უნდა არ არის რეალურად და ჩვენ გვახსოვს ახლა პრინციპში ნიკა სამხარაძე იყო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი და ჩვენ არ დაგვინახავს მაღალი დონის შეხვედრა ხო და მე ვერ წარმოვიდგენ
და არავითარი როგორ ვთქვათ წინაპირობან მინიშნება არ არის იმისა, რომ ამ არსებული პოლიტიკის პირობებში, როდესაც ირანის ფერებში ანათებენ ანძას, არ მახსენებ იქ ახლა ბანკეტებს და ქელეხებზე სიარულს, როდესაც არიან თხემით ტერფამდე ანტიამერიკული და დიახ, მე დღეს ეს განაცხადე, დღეს რომ აღნიშნავთ, რომ ეს რეჟიმი თავის შინაარსით არის ანტიამერიკული და არის ანტიამერიკული ნამდვილად და ანტიქართული, რაც შემთხვევით ყველაზე მნიშვნელოვანია, ანტიამერიკული ამ ძალიან კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან კონკრეტულად ასევე უტოლდება სინონიმურად ანტიქართულს და აი ის რაც დამართეს ანაკლიის ღვაწლოვანი პორტის პროექტს, რაც ყავდათ წაყვანილი, ხო ბატონი ანდრეული. რაც შეხება ბატონ გრიგოლ, მოდით მეტი უთხრათ მაყურებელს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით ამერიკელ სტუმარს ანაკლიის პორტის პროექტი გააცნეს, მას მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ადგილზე დაათვალიერებინა სამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოები. რა დაათვალიერებინა? აი ეს კითხვა გამიშვა. ხო, აი რა დაათვალიერებინა? მოსპეს ყველაფერი. სამობილიზაციო სამუშაოები ეს წერია ეკონომიკის სამინისტროს რელიზში და მოკლე ციტატაც ამ რელიზიდან მხარებმა დეტალურად განიხილეს ნავსადგურის გენერალური გეგმა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დიზაინი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ნავსადგურის სამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოები აცხადებენ სამინისტროში. იდეალურად ჩანს მანდ პასუხეთ აი რა ესე ვთქვათ რა სიგნალია და როგორ უნდა დავინახოთ უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი ამ თვალსაზრისით რას ნიშნავს მისი ანაკლიაში ჩასვლა აი ამ რაღაცა ანაკლის ნავსადგურის მშენებლობის პროექტით მისი დაინტერესება და სამშენებლო სამუშაოების ადგილზე პირადად დათვალიერება ეს კონკრეტულად რა პოლიტიკურ მესიჯად უნდა წავიდეთ ხო, პირველში ეს აჩვენებს ამერიკის შეერთებული შტატების განგრძობად და პირიქით მომეტებულ ინტერესს საქართველოსადმი, როგორც შუა კორიდორის კრიტიკული მოთამაშისადმი, ჩვენ ესო დავინახოთ იმ ფართო კონტექსტში, ახლა რეგიონში ვითარდება. აცხადებები მათ შორის ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს ხვდიან, რომ საქართველოს სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკის გათვალისწინებით კარგავდა იმ რეგიონალურ ფუნქციას, რომელიც მას ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. არა, ეს ასე არის, სამწუხაროდ და ამერიკა სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას. ნახეთ, ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც ამერიკას ექნება ქართული ოცნებისადმი, ის როგორც ევროპულ კავშირსაც აქვს და ჩვენ ეხლა ხამ ნახეთ მსოფლიო ბანკის პრიორიტეტების ნუსხაში ანაკლია, სწორედ და ევროკომისიის კვლევაშიც იქნა, ხო, აღნიშნული, რომ ანაკლის ღრმაწყვოვანი პორტის პროექტის სრულყოფა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა არის მიჩნეული პრიორიტეტად არა მარტო ევროკომისიის მიერ, არამედ მსოფლიო ბანკის მიერაც. და ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ შეკავშირებულობა, ესე იგი კონტინენტებს შორის კავშირი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი აი ბოლო წლებში, ასე თუ ვიტყვით. მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ სამხრეთ კავკასიურ დინამიკას, ხო, ტრამპის სახელობის გზას, რაც იქმნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ახალი სამშვიდობო პაქტის კვალდაკვალ. და აი სულისკვეთება, რასაც ეს ყველაფერი ატარებს, არის რა, რომ ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ მეტი მშვიდობისთვის და მეტი კეთილდღეობისთვის. ამ დროს საქართველოს დე-ფაქტო რეჟიმი რეალურად აცხადებს, რომ მას მშვიდობა აინტერესებს, სინამდვილეში დგება ისეთ სახელმწიფოებთან ერთად, რომელიც არიან მართლა ომის ძალები, რომლებიც მუდმივად და სისტემატიურად უარყოფენ სამშვიდობო პოლიტიკას, წესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და იგივე რეჟიმი აკეთებს ყველაფერს წლების განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში რეალურად არ გაიხაროს არც ერთმა ისეთი ტიპის პოლიტიკის კურსმა ან პროექტმა, რაც რეალურ მშვიდობას და კეთილდღეობას მისცემდა დასაბამს. და აი ვკითხულობ, რა მისცემს უფრო მეტ მშვიდობას და კეთილდღეობას დასაბამს საქართველოში, აი რამდენი გეოპოლიტიკური კოზირი გვაქვს საერთოდ, ხო? უფრო დიდი მithumetes ვიდრე არის ანაკლიის ღრმაწყვოვანი პორტის პროექტი, რომელიც არა მარტო ათობით 1000 ქართველს დაასაქმებდა, არა მარტო ქართულ ეკონომიკას ძალიან მნიშვნელოვნად წასწევდა წინ, არამედ ჩვენს უსაფრთხოებას საერთოდ სხვა სიფრთხეში გადაიყვანდა, ხო? ჩვენს ეროვნულ ფუნქციას და ეროვნულ სისტემას გადაიყვანდა სხვა ვითარებაში და ამერიკა ამას უსვამს ხაზს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ანაკლია, რაც ამათმა ჩაძირეს და კიდევ ერთი უბრალოდ მინდა ვიკითხო, აი, ხალბატონი იოსელიანი ახსენეთ, ხო, მინისტრის მოადგილე, რომელსაც იქ ყავდა წაყვანილი ბატონი ანდრეული. მაინტერესებს და ეს კითხვა მე გავაჟღერე სხვათა შორის დღეს შეხვედრაზეც, ეს მე გავაჟღერე შემეძლია თქვა, ხო, არანაირი ეთიკური რაღაცა შეზღუდვა არ გამაჩნია, რა აჩვენეს იქ ბატონ ანდრეულის? და მე გეტყვით, რას ნახავდა ის, რომ არა ქოცური რეჟიმი, იქ ნახავდა გემებს, იქ ნახავდა კონტეინერებს, იქ ნახავდა დასაქმებულ ქართველებს, იქ ნახავდა ქალაქს, რომელიც გაშენდა ირგვლივ.
იქ ნახავდა ახალ სერვისებს, ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ინფრასტრუქტურას, ახალ რკინიგზას, ახალ გზებს და იოსელიანმა მინისტრის მოადგილემ რა აჩვენა დღეს? დაქცეული, ქოცური, ჩაფუშული გეგმები. აი, ესენი არიან მაკეტების ხელისუფლება. აი, თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, ხეთ ტექსტზე წაიკითხეთ, რომ გენგეგმა აჩვენესო. რაღაცის გენგეგმაა 6 წლის წინ, მან გემები უნდა შესულიყო. გემები უნდა შესულიყო. ცოცხალი, ნამდვილი, რეალური გემები და ამ გემებს მარტო ერთი კი უნდა გადაიზიდა. საქართველოს უნდა გაემდიდრებინა ამ გემებს. ქართველები უნდა დაესაქმებინა, აფხაზები რომ გამოიხედავდნენ, ძალიან დიდ რაღაცას დაინახავდნენ და დღეს ვინმე იოსელიანი, მინისტრის მოადგილე, აჩვენებს რას? არაფერს. მათ მიერ ჩაძირულ არაფერს. აი ეს არის ჩვენი რეალობა. ამაზე მარტო მე არ ვიცი როგორ გადმოვცე. ამერიკასთან ურთიერთობებს მეტნაკლებად დაუთმეთ, რომ ახლა მინდა რომ სწორად გავანაწილოთ გადაცემისთვის განკუთვნილი დრო. ახლა რამდენიმე წუთი გავჩერდეთ ევროპასთან ურთიერთობაზეც, მით უფრო რომ კიდევ ერთი კრიტიკული ანგარიშია მომზადებული საქართველოს შესახებ, რომელსაც უკვე ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი განიხილავს. 1 აპრილს როგორც მედია ეუწყება. ახლა ვიცით რა ინსტიტუტია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, თუმცა ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს მაინც უფრო ნაკლები ინფორმაცია უნდა ქონდეს ევროსაბჭოს კონგრესის შესახებ. ამიტომ მოდით გითხარით უფრო მეტი უშუალოდ ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით, ისე როგორც თავის მხრივ რა ძალა აქვს ევროკავშირის ევროსაბჭოს კონგრესის მიერ მიღებულ და მომზადებულ დოკუმენტებს. ხო, ევროსაბჭოს კონგრესი, რომელზეც აქ არის საუბარი, არის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა წარმომადგენლობა ევროპის დონეზე, ევროპის მასშტაბით. ის არის ევროპული საბჭოს ანალოგი ადგილობრივი პოლიტიკის შემთხვევაში, ხო? როგორც ევროსაბჭო აერთიანებს დეპუტატებს ევროპული კავშირის სხვადასხვა სახელმწიფოებიდან, ისე როგორც ევროსაბჭოს წევრი სხვადასხვა სახელმწიფოებიდან, მათ შორის საქართველოსთან, რომ არა ქოცები, რომელიც გამოაბუნძულეს იქედანაც და სანამ გამოაბუნძულებდნენ თვითონ თქვენს რომ ჩვენ წყვეტ აქ მუშაობასო, იმიტომ რომ ევროსაბჭო მათ უთხრა რომ არაპირებდა მათ ცნობას იმ შემზარავი აქტების ჩადენის გამო, რაც აქ ჩაიდინეს 2024 წლის მიწურულს და 2025 წლის დასაწყისში. ასევე ევროსაბჭოში არის გაწევრიანებული ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა შესაბამისი წარმომადგენლობები ევროპის სახელმწიფოების მასშტაბიდან. ეს არის რა თქმა უნდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელთანაც ჩვენ ყველანი თანამშრომლობთ დიდი ხანია. ჩვენ გვახსოვს ამ უწყების მიერ გაკეთებული არაერთი მკაფიო შეფასება და რა თქმა უნდა მასაც აქვს ძალიან დიდი, ნახეთ, ისე როგორც ევროსაბჭოს, ისე როგორც ევროპარლამენტს, ისე როგორც ევროკომისიას, ისე როგორც ცალკეულ სახელმწიფოების პარლამენტებს, ამ ორგანოებს აქვთ კრებსითი აზრის შექმნის, აზრის გამტკიცების ამ შემთხვევაში და გამყარების ძალიან დიდი რესურსი. ეს არის დიპლომატიური აზრი და პოლიტიკური აზრი. და ამ ყველაფრის ჯამი არის ის, რომ საქართველოს არის მოქცეული მართლაც იზოლაციაში. ამ ყველაფრის ჯამი არის თითოეული ამ რეზოლუციის, ყველა ამ განცხადების, ყველა ამ შეფასების ჯამი არის ის, რომ საქართველოს არის განხილული როგორც არა პრიორიტეტული პარტნიორი, როგორც არასანდო მხარე და თან რომელი საქართველოს, რომელიც როგორც დღესაც აღინიშნა, ტრადიციულად იყო სხვაგან. ანუ ის რაც დღეს ტრიალებს, ეს არის ქართული საგარეო პოლიტიკური ტრადიციის სრული შეტრიალება და უარყოფა. აი ესეთი ანტიქართული ოპერაცია მართლა არასოდეს არ ყოფილა ამ ქვეყნის ისტორიაში. აი რანაირი ხელისუფლება არ ყოლია, ხო? ავტოკრატების ყოლია, პოლიციური სახელმწიფოც ჰქონდა, ხო? ყველანაირი სიგიჟე და უბედურება გავლილი აქვს ამ ქვეყანას, ყველანაირი. აი მართლა პოლიტიკის სახელმწიფოში არ არის ფენომენი, რომ ჩვენ არ გქონდეს გავლილი აი 95 წელში, ხო? არ არსებობს. და აი ესეთი ანტიქართული მომენტი მართლა არასოდეს არ ყოფილა, არც ერთხელ არ ყოფილა. და ეს არის აი ზუსტად ზურა ჟვანიამ აი მაგ დარბაზში ახსენა, აქვე ვიტყვი, ხო? ევროსაბჭოს დარბაზში თქვა ის აწუკე ისტორიული ეპოქალური ფრაზა, მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი. და აი ზუსტად მაგ დარბაზიდან გააბუნძულეს ქოცები, ზუსტად იმ ანტიევროპული, ანტიეროვნული განცხადებების და ქმედებების გამო, რაც მათ თქვენს და ჩაიდინეს. და ის ზუსტად თუ ყველა ხელისუფლებამ რაღაც აგური დადო ყველამ ამათმა ყველაფერი პირიქით შემოადგენეს. ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში მიღებულ არაერთ რეზოლუციაში ეს არის პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიულად შეფასებული კანონების გაუქმება, ოპონენტების დევნის შეწყვეტა და ასე შემდეგ. ხოლო ცირე ჩამონათვალი ნაბიჯების რის გადადგმასაც ევროპელი პარტნიორები ითხოვენ ქართული ოცნებისგან წელიწადზე მეტია, თუმცა საქართველოს სახელმწიფო ძალა აკეთებს იმას, რასაც თავად მიიჩნევს
სწორად და აგერ პატიმრების გათავისუფლებას რადგან შევეხეთ, თუნდაც 2 დღის წინ ნახეთ ამ თემაზე პასუხი, როცა ელენე ხოშტარია საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე სასამართლომ ცნო დამნაშავედ და მას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. აი როგორ აპირებთ ქართული ოცნების იძულებას, რომ პოლიტიკაში აცვლევინოთ, ეს ერთი და აქვე უშუალოდ ელენე ხოშტარიას საქმეს რაც შეეხება, მისი ციხეში დატოვება ეს არის თუ არა სხვა პოლიტიკოსების გაფრთხილებაც? ერთი მხრივ ეს არის განაცხადი, რომ რეჟიმი არაპირებს შეჩერდეს, ყოველ შემთხვევაში აქ და ახლა ისინი არიან სრული კურსით მიმართული მეტი და მეტი ავტორიტარიზაციისკენ, ანუ დიქტატურის ჩაცემენტებისკენ, ასე თუ ვიტყვით. ეხლა, როდესაც საერთოდ გადავდოთ წამით პოლიტიკა, ხო? გადავდოთ ელენე ხოშტარია იქნებოდა სხვა სახელი და გვარი. აი მარტივად ამიღოთ. ვინმესთვის ამ ქვეყანაში ნორმალური არის, ან შეიძლება იყოს, რომ 4 შვილის დედა და ქალი ბანერზე რაღაც წარწერის გაკეთების გამო 1 წლითა და 6 თვით, პრაქტიკულად 2 წლით გაუშვა ციხეში. აი ეს არის ნორმალური ან ქართული, ან ადამიანური? ხო? საერთოდ აი რა აზრი აქვს აქ მოგწონს თუ არ მოგწონს ელენე ხოშტარია მაგალითად, ხო? თან რომელ ქვეყანაში, სადაც ჯიბგირების რაღაც ხროვები დარბოდნენ, თქვენს კოლეგებს ესყოდნენ თავს, ხო? ქალ ჟურნალისტებს ვახსოვს, ხო? პოლიცია ძალადობდა, მათ შორის ფორმიანის, უფორმო ღმერთმა უწყის ვინ იყო საერთოდ ის ხალხი დღემდე არ ვიცით, ხო? მაგრამ გავიგებთ ძალიან კარგადაც ერთ დღეს, ხო? ზუსტად ვინ იყო ის ხალხი. არავინ ვერავინ ვერ შეძლებს რომ გაქრეს და დაიმალოს. ყველა სახელი ეწოდინება ამ ქვეყანაში ყველას. იმიტომ უნდა შეარცხოს ეგ ხალხი თავისმა ოჯახებმა, თავისმა კლასელებმა, თავისმა უბნებმა. აი ეს ხალხი ვის დარბოდა და ქალებს და ბავშვებს დასდებდნენ ასე მუტრუკები, ჩამოფარებული რაღაცა ტილო გადაფარებული მუტრუკები, ხო? აი ამ ქვეყანაში ამასო ჩადიოდნენ. ხო, სულ ცოტა ხნის წინ, არა? სულ ცოტა ხნის წინ. ვისი დაკვეთით? ხელისუფლების დაკვეთით, ხო? აი ამ ქვეყანაში ფლომასტრით გაკეთებული წარწერის გამო შეიძლება რომ 4 შვილის დედას ადამიანს ამიტომ მკითხეთ ბატონო ეს რა მესიჯია ადამიანს ციხეში წელიწად ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისადმი და არა ეს არის მესიჯი საქართველოსადმი რომ რეჟიმი აპირებს რომ გატეხოს თქვენი პარტიის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის თავზეც არის ასე ვთქვათ ჩამოკიდებული სისხლის სამართლის საქმე ისე როგორც სხვა პოლიტიკური ლიდერები ლელოს ხელმძღვანელებიც არიან დადანაშაულებული სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში ამ საქმეზეც ვისარგებლებ შემთხვევაში სამხილის ვერ გავიგეთ. აი ამ საქმეზე მიმდინარე სასამართლო განხილვებზე რა გაქვთ სათქმელი? აი რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ უკვე უშუალოდ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე, გარდა იმისა, რომ ბრალდების მხარის გადაწყვეტილებით განხილვა საქმის მიმდინარეობს დახურულ რეჟიმში. ერთადერთი რამ, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ეს არის აბსურდის თეატრი. და ქართული ეგრეთ წოდებული სასამართლოს ფონზეც კი, ეგრეთ წოდებული მართლმსაჯულების ფონზეც კი ეს არის იმ დონის აბსურდის თეატრი, რომელსაც ენა ვერ აღწერს. როცა საქმეში არ არის სამხილები, აბსოლუტურად, ან როგორ იქნება, სად ბადრი ჯაფარიძე, სად საბოტაჟი, ან სხვა კოლეგები, ხო? აი რაში მდგომარეობს, რა არის სამხილი, ან მამუკა ხაზარაძე. აი რაში ხალხი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და კარიერა და შრომა დაუთმო ამ ქვეყანაში რაღაცის შექმნას. დაასაქმეს 10,000 ადამიანი. შექმნეს წარმატებული კომპანიები. შექმნეს საფუძვლები ძალიან ძლიერი ფინანსური სისტემისა. ხო მართლა ხერხემალია ეს ორი ადამიანი ქართული ფინანსური სისტემის, ხო? მე მგონი გამწვევა არ ჭირდება ამას, ხო? მათ შექმნეს ისეთი ფინანსური სისტემა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის 40% აქვს საკუთარი ნდობა განცხადებული. ხო? და აი ამ ხალხზე ამბობს ვიღაცა, ვინც რომელთა ნახევარიც არის მენტალურად რუსი, რომელიც ღიად ამბობენ, რომ ნამყოფი არ არიან ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო საზღვართან, ბატონი კობახიძე ამბობს ამას, ხო? მინდა ყველა შევახსენო, ნამყოფიც კი არ არის. არც კი დაინტერესებულა იქ რა ხდება, როგორ ცხოვრობს ხალხი, მაგალითად, ხო? იქ ურევია წევრები, რომელიც მე მახსოვს ძალიან კარგად ვიცი სხვა სოციობები, თავის დროზე 2008 წელს რუსეთის შემოსვლას უყურებდნენ ძალიან დიდი სიხარულით. ეგეთი ხალხი ურევიათ დღეს თავის რიგებში. აი ეს ხალხი გამოდის და ამბობენ ამ ხალხზე რომ თურმე საბოტაჟში არიან გარეული. ბატონო გრიგო, უნდა ჩაგეკითხოთ. საბოტაჟში ვინ არის გარეული? ის ვინც უცხო ძალის სახელით ამ ქვეყანაში ეწევა სპეცოპერაციას. და მე გეტყვით ეს ვინ არის? ეს არის ქართული ოცნება. ეს არის ნიუსების დონეზეც კი ჩანს საბოტაჟი მიდის მართლა ამ ქვეყანაში, მე დაგიდასტურებთ, საბოტაჟი ნამდვილად მიდის, წლები ამას ვამბობ, ახალს არაფერს ვამბობ, მას ეწევა ქართული ოცნება სისტემატიურად და სისტემურად, იმიტომ რომ მათ
სრულად იავარქმნეს ქართული კონსტიტუცია მთლიანად, შეცვალეს საგარეო პოლიტიკური ვექტორი და ნახეთ არჩევნები რომც არ გაეყალბებინათ. არჩევნებიდან ერთ თვესა და ორ დღეში რომ შეცვლი საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, ხო? რომელსაც მხარს უჭერს ერის 85%. მარტო ეგეც კი საფუძველია. მარტო ეგეც კი საფუძველია, რომ დანიშნო ახალი არჩევნები და ხელახლა კითხო ხალხს აზრი და მანდატი მოიპოვა ამ ახალი კურსისთვის. თემა და ამით უნდა დავასრულოთ. მაინც რა გავლენას ახდენს და ახდენს თუ არა გავლენას სისხლის სამართლის საქმეების კიდევ ერთხელ ჩამოკიდება კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების თუ პარტიების თავზე თქვენს პოზიციონირებაზე და იცით რატომ მინდა ამ კითხვის დასმა, ვიცი რაღაცა თითქოს თვალში გვხვდება მოცემულობა, როდესაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა განსაკუთრებით მაინც ბატონ მამუკა ბოლო რამდენიმე თვე ჩრდილშია გადასული. აქ ბევრმა შეიძლება იფიქროს, ხომ არ არის მიზეზი სწორედ ის, რომ აი რაღაცა მორიგი სისხლის სამართლის ასე ვთქვათ საქმე აღიძრა მათ წინააღმდეგ. რას უპასუხებდით მათ, ვისაც კითხვები უჩნდება ამ თვალსაზრისით? ორ რამეს უპასუხებდი. პირველი, მამუკა და ბადრი არიან 24 საათი ჩართული ყველა პროცესში, ყველა გადაწყვეტილებაში, ყველა სხვა ტიპის შრომაში, რაც კი არსებობს საერთოდ ჩვენი პარტიის წიაღში. აბსოლუტურად ყველა პროცესში ყოველდღიურად არიან ჩართული, არ ვიცი, 20 საათის განმავლობაში შემიძლია დაგიდასტუროთ. ეს ერთი. მეორე, ძალიან მარტივად 6 წელია რაც ეს ორი ადამიანი, ისე როგორც ჩვენ, როგორც გუნდი ვართ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ 6 წლის განმავლობაში ეს არის მესამე სისხლის სამართლის საქმე. ისე იგი პრაქტიკულად მას შემდეგ, რაც ეს ორი ადამიანი შევიდა პოლიტიკურ პროცესში, მთელი დროის განმავლობაში არიან პოლიტიკური მართლმსაჯულების ობიექტი. საგანი ხო მთელი დროის განმავლობაში. ძალიან მარტივად. ან მამუკასთვის, ან ბადრისთვის, ამას რაიმე აზრი ქონოდა, ან რაიმე გავლენა მოეხდინა. აი კითხულობ, იქნებოდა თანხამდე ქართულ პოლიტიკაში? არა. ხო, ყველა ვიცის ძალიან კარგად. არა, მაგრამ მათ არ ადარდებთ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომელსაც არ ეყოლება სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი, რომელიც თეირანში და ესე იგი აშხაბადში დარბის, რომელსაც ეყოლება ადეკვატური, განათლებული, ქართული, პროქართული, ეროვნული და პროევროპული შესაბამისად ხელისუფლება, რომელიც დაიცავს იმ ტრადიციულ კურსს, რაც ამ სახელმწიფოს მეფეებიდან მოყოლებული პირველი რესპუბლიკის გავლით ყოველთვის ქონდა. ეს არის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის და ჩვენი, მათი გუნდის და კოლეგების ინტერესი. პოლიტიკურ მართლმსაჯულებას არც 2019 წელს გაუჩერებია ისინი, არც 2020 წელს, არც 2021 წელს და არც შემდგომ რომელიმე წელს ისინი აგრძელებენ ძალიან შეგნებულად ამ პროცესში ყოფნას, იმიტომ რომ არიან ფანტასტიკური შვილების მამები, ძალიან კარგი შვილიშვილების ბაბუები და უფრო პატრიოტი ადამიანები, რომელთაც უნდათ რომ საკუთარ ქვეყანაში იცხოვრონ და ამ ქვეყანაში ნახონ ძალიან დიდი ეროვნული სიხარული. რიგოლ, ბოლოს კიდევ ერთი და ამ თანამშრომლობით ჩვენ დასავლურ სამყაროსთან, სამყაროსგან უფრო სწორად იზოლაცია მეტნაკლებად მიმოვიხილეთ. ახლა ბოლო წუთები დაუთმოთ იმ ქვეყანას და იმ ქვეყანასთან ურთიერთობას, რომელთანაც როგორც ანალიტიკოსები რჩებიან, ან დასავლური სამყაროსგან იზოლაციის ფონზე რჩებით დაუცველი და ეს არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო რუსეთი. მოსკოვში მოუხშირეს იმაზე საუბარს, რომ კარგი იქნებოდა საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობების რეჟიმში დაბრუნება და იგი გითხარით ამ ტიპის განცხადებებს როგორ უყურებთ? ამჯერად მარია ზახაროვამ ისაუბრა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენის შესაძლებლობაზე და თქვა, რომ თუ ამისთვის მზად იქნებიან თბილისში, მოსკოვში საგნობრივ საუბარს თავს არ არიდებენ. ზახაროვას რჩება შთაბეჭდება, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით, როდესაც თბილისში მათ ქვეყანასთან მიმართებაში დასავლეთის ნამდვილი მიზნები გაიაზრეს, იგებენ, რომ საქართველოს კეთილდღეობის წინაპირობა რუსეთთან არა კონფრონტაციაში, არამედ თანამშრომლობაშიაო. აი ამას ამბობს მარია ზახაროვა. აი რას შეიძლება ნიშნავდეს და მარტივად გითხავთ, ის გზავნილები, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა განსაკუთრებით გვესმის მოსკოვის მხრიდან. ხო, ნახა ზახაროვა, როდესაც გამოიხედავს და დაინახავს აქ კობახიძეს, პაპუაშვილს და სხვებს, რა თქმა უნდა დარჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხს ჩემთან დიალოგი უნდა ვიქნოთ, თავისიანები უზის. აქ არაფერი განსაკუთრებული ნამაში არ მგონია, ხო, იმდა თავისიანები უზის, რომ ხო, ალბათ ბუნებრივად აცვლის, რომ კი კაცო, ამათ დაველაპარაკები. ოღონდ ქართული ინტერესების ხარჯზე.
რუსეთთან ნორმალიზება და კონსტრუქციული ურთიერთობები არის საბოლოო ჯამში კარგი და ქართული ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობის შემთხვევაში. ეს რას გულისხმობს? პირველი, დეოკუპაციას, უპირობო დეოკუპაციას. პრინციპში ამასაც საქართველოს ზუსტად ამას ამბობენ ქართულ ოცნებაში. ხო, რა, არ ვარ დაწული ამას ამბობენ თუ არა, ამბობდნენ ხოლმე, მაგრამ დღეს რაღაც შემოუვეს. და იმ ეგეთით უშუალოდ ზახაროვას გზავნზე ყოველ შემთხვევაში, როგორი იყო დღეს ქართულ ოცნებაში გაკეთებული განცხადებები, უარს ამბობს, უარს ეუბნება, შეგვიძლია თქვა თბილისი რუსეთის კონსტრუქციულ ურთიერთობებზე, იქამდე ვიდრე აი სწორედ საქართველოს მიწები არის ოკუპირებული, ოკუპანტ ქვეყანასთან მხოლოდ იმ საკითხზე გვექნება ურთიერთობა, რომელიც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას და არაღიარებულ დე-ფაქტო ტერიტორიებზე ჩვენი ქვეყნის სრული იურისდიქციის გავრცელებასო. მოკლედ ეს არის ზახაროვასადმი ოცნების პასუხი. რამდენად არის ეს პასუხი, რომელიც უნდა გქონდეს სწორედაც, რომ ეგ პასუხი, ეგ შაბლონური პასუხი უნდა გქონდეს ნებისმიერ ქართულ პოლიტიკურ ძალას, რა თქმა უნდა. თავარი ახლა არის მერერაშვები, ხო? აი ზახაროვას პასუხობ, რომ არ დაგელაპარაკები არაფერზე. თუ არ მოახდენ, თუ რუსეთი არ მოახდენს ჩვენი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის მშვიდობიან დეოკუპაციას. მე გამოდიხარ და იღებ კანონს, რომელიც არის ზახაროვას მიერ ქებული. გამოდიხარ, აკეთებ განცხადებებს, რომელსაც გიქებს სერგეი ლავროვი. გამოდიხარ, დაასდევ იმ ხალხს, რომელიც რუსეთის დაკვეთით უნდა იქნას დევნილი. მათ შორის პროდასალური ოპოზიციის ლიდერები. გამოდიხარ, იღებ კანონებს, რომელიც გაშორებს ევროპულ კავშირს, რომელსაც აკრიტიკებს ევროპული კომისია, რომელიც რეალურად გაქცევს იზოლაციურ ჭაობად და აკეთებ ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს მიზანმიმართულად. თეირანში დგომა იქნება, აშხაბადში ყოფნა იქნება, ეგრეთ წოდებულ დივერსიფიკაციაზე საუბარი იქნება, ჩინეთთან პოლიტიკური რაღაც ფლირტი იქნება და უცნაური ხელმოწერები, უცნაური მემორანდუმების, ხო? ირანი ვახსენეთ უკვე, ხო? ყველაფერს აკეთებ შეგნებულად იმისათვის, რომ დაშორდე ევროპულ სივრცეს, დაშორდე შენს პარტნიორებს, დაშორდე ქრისტიანულ ცივილიზაციას და დარჩე მარტო ფაშისტურ რუსეთთან, არაფერი ერთმორწმუნე ეგ არ არის, ეგ არის ფაშისტური და დარჩე ისეთი ტიპის ძალებთან, რომელიც არ არიან წესებზე დაფუძნებული წესრიგის მოყვარული მსოფლიოში. ეს ძალები არიან თუ არიან ომის ძალები მართლაც, ხო? ეხლა აშხაბადში მყოფი დიქტატორები არ არიან მშვიდობის ძალები. ამიტომაც კობახიძე და მისი ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ზახაროვამ, ლავროვმა, ნარეშკინმა და სხვებმა გაიხარონ და ამას მე არ ვამბობ. ლავროვი და სხვები აქებენ ხოლმე შეგახსენებთ წელიწადში რამდენჯერმე ქართული ოცნების პოლიტიკურ გეზს, იმიტომ რომ რასაც ოცნება აკეთებს, ძალიან კარგია და გასახარი რუსისთვის და ძალიან ცუდია და დამღუპველი ეროვნული ინტერესებისთვის, ქართველებისთვის, ჩვენთვის. კეთილი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის. გრიგოლ გეგელიას დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ ირაკლი მელაშვილი შემოგვერთდება და ანალიტიკოსის პოზიციებს მოისმენთ, სწორედაც რომ აქტუალურ საკითხებზე, ასე რომ დაგვეთით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, თავისუფალი სტუდია აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას და წარმოგიდგენთ დღეისთვის ბოლო სტუმარს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი შეაფასებს იმას, რაც ჩვენი ქვეყნის საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში ხდება. გამარჯობა, ბატონო ირაკლი და მადლობა რომ შემოგვიერთდით. მადლობა მოწვევისათვის. ბატონო ირაკლი, აი გავყვეთ მერეთ აქტუალურ საკითხებს. პირველ რიგში კი კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე დამდგარი განაჩენი ამჯერად ელენე ხოშტარიას შეეფარდა 1 წლით და 6 თვით პატიმრობა კახაკალძის საარჩევნო ბანერის მარკერით დაზიანების ფაქტზე, ისე როგორც რამდენიმე კვირის წინ გვახსოვს, რომ ასევე წელიწად ნახევარი მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო. აი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გვესმის შეფასებები, რომ ხოშტარიას მიმართ 2 დღის წინ, მანამდე მელიას მიმართ, კიდევ უფრო მანამდე სხვა პირების მიმართ დამდგარი განაჩენები არაპროპორციული და გაუმართლებელია, თუმცა ნუ ხდება ის, რაც ხდება. აი რა სახელი უნდა დაერქვას? აი რა ახსნა აქვს იმას, რომ სასამართლო და პოლიტიკური ხელისუფლება ასეთი შეუვალი და ხისტია და ხო, აი რა სიგნალია საპროტესტოდ განწყობილი, რიგითი მოქალაქიდან დაწყებული, პოლიტიკოსით დასრულებული ყველას მიმართ, ასე ვთქვათ, ნულოვანი ტოლერანტობის ჩვენება. იდიოტიზმი და უვიცობა. ადამიანებს, რომელსაც არ აქვთ პოლიტიკური ლეგიტიმაცია, პირველ რიგში, პოლიტიკური ლეგიტიმაცია ნიშნავს, რომ შინაგანად არ გაღიარებენ, თავად იციან, რომ მათ პრობლემები აქვთ საზოგადოების დამოკიდებულებაში, ისინი ამის გადაჭრას ცდილობენ რეპრესიებით და დაშინებით.
აი მაჩვენებენ მე თქვენ საზოგადოებასაც რომ მაგარი ბიჭები არიან. იღებს ქართული ოცნება, მაშინ ამასაც კითხავთ. იღებს იმ პოლიტიკურ შედეგს, თქვათ, რაზეც არა, ვერაფერს ვერ მიიღებს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა. ერთერთმა ხელისუფლებამ საქართველოში ვერაფერ ვერ მიიღო ამის კეთებით, რაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს. მაგრამ აქ არიან ადამიანები, რომლებსაც გინდა ევროპაში ისწავლე, გინდა ამერიკაში, გინდა იმაში. არაფერი არ შველის, არ ვიცი, ბუნების ბრალი არის ბრალია. მახაშვილებს და ამათ რო უყურებთ, მე 35 წელი უყურებ საქართველოში ვინ მიდის მოდის პოლიტიკა. მე ასეთები ძალიან იშვიათად მინახავს, აბსოლუტური უტიფრები, ხო? შვილებმა მოკითხონ თავის დედას, ახლა ამას რო იტყვის და ნულოვანი ემპათიის გრობა გაგაჩნია, ხო? ხვალ შენ ვარეთ დღეში ჩავარდე. აი, ნაცების გაკვეთილებზე ხო ვერ ისწავლეთ, ამათ ვარ ესიალეთ. ერთერთმა ხელისუფლებამ საქართველოში ვერ ისწავლა ის, რომ თუ ხელისუფლებაში დარჩენა გინდა, პირველი და ამოცანა წესიერად უნდა მოიქცე. როდესაც ელენე ხოშტარიას აპატიურებს წელიწად ნახევრით და ამ დროს ბანერის გადახაზვისათვის ხო ბანერზე რაღაცა დაწერეს. ეს ბანერი ხო მუდმივი არ არის, ჩვენ ნახევარში გაქრებით. სვეტიცხოველი ან ჯვარზე რო წარწერა გააკეთო, იქ ჯარიმა არის 2000 ლარი. აქ წელიწადად ის საზოგადოებას აყენებს, ხო და საზოგადოებრივ სიკეთეს და უზარმაზარი კულტურული მნიშვნელობის ზეთს, ხო? იმას 2000 ლარია. აქ წელიწად ნახევარ და ეს ადამიანები სრულ ჭკუაზე მყოფები მელაპარაკებიან, რომ ეს გადაწყვეტილება არის ამერიკაში. საინტერესო არის ევროპელების რეაქცია. ზუსტი ისინი არ ამბობენ, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება და საარჩევნო კამპანიის დროს პარტიასთან მივარდნა სწორია, ისინი ამბობენ, არაპროპორციული გამოყენებული არაპროპორციულად იქნა გამოყენებული ელენე ხოშტარიას მიმართ სანქცია. და არიან აბსოლუტურად მართლი. ბატონო კახაკალიძე გამოეხმაურა დღეს ელენე ხოშტარიას თვის პატიმრობის შეფარდებას, არავის ციხეში წასვლა არ მიხარიაო, ამბობს თბილისის მერი, რომელიც იქვე განმარტავს, რომ ზრდასრული ადამიანები ვართ და თავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, როგორ მოვიქცეთ. 4 შვილი რომ ყავს, ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ამაზე ქალბატონ ელენესო. ძალიან ცუდი პასუხი არის. შინაც საუბრობდი ბატონო ირაკლი გადაცემაში სტუმრებთან და დღეს თქვენ მინდა იგივე კითხვა დაგისვათ. აი ელენე ხოშტარიას მიმართ დამდგარი განაჩენი ამავე დროს რამდენად არის პასუხი კითხვაზე, რამდენად ეძებს ქართული ოცნება გამოსავალს, როგორც პატიმრობაში მყოფ ოპონენტებთან, ისე ზოგადად პროტესტის ფარგლებში დაკავებულ ადამიანებთან. არანაირ გამოსავალს ქვეყნის შიგნით ქართული ოცნება არ არის. მათი დამოკიდებულება შიდა პრობლემისადმის არის დაახლოებით იგივე, როგორც რუსეთს აქვს უკრაინის საკითხის მოგვარების. მას არა, აი როგორც პუტინს არ უნდა რუსეთთან მოლაპარაკება და ფიქრობს, რომ ტრამპს უნდა მოელაპარაკოს და ტრამპთან დაჯდეს ამ საკითხებზე, ქართული ოცნებაც ფიქრობს, რომ შიგნით კი არ უნდა ელაპარაკოს ქართველებს და უნდა მოილაპარაკოს იმ საკითხზე ტრამპთან, პირველ რიგში იმასთან, რატომ? იმიტომ რომ როგორც ჩანს მართლა არის უმთავრესი ამოცანა ივანიშვილი დაარწმუნეს, თავი დაერწმუნა, რომ ეს სანქციები ამერიკელებმა მის წინააღმდეგ ამაზე მიდის საუბარი. ამ ხალხს საქართველოში ვინც ვართ, ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრა არ შეგვიძლია. ანუ ივანიშვილისათვის ფინანსების დაბრუნების პრობლემის გადაჭრა არ შეგვიძლია. შესაბამისად, ისინი ფიქრობენ, რომ უნდა დაელაპარაკონ ამერიკელებს და შიგნით მათ არანაირი დიალოგი ოპოზიცია იქნება, სამოქალაქო საზოგადოება თუ სხვა ვინმე მათ არ ჭირდება. ეს არის ალფა და ომეგა ამისი და ტყუილია იმისი იმედები, რომ აი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მე დასალაპარაკებლად უფრო მეტი საერთოდ არ ფიქრობენ შიგნით დალაპარაკებას. ყველას მინდა იმედი გაუცრო, მათი აი ეს აჩემებული იდეაა, რომ მათ ტრამპი დაელაპარაკება ამ საკითხებზე. აი ამ დიალოგის და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების პერსპექტივაზე ჩვენ ისე ვისაუბრებთ. იქამდე კიდევ ერთი, აი რა უნდა იყოს ხელისუფლების აი ამ ხისტ და შეუვალ პოზიციაზე ოპოზიციური სპექტრის პასუხი. მოდით ამაზეც გითხარით, მით უფრო რომ რამდენიმე კვირის წინ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო ერთად დაჯგუფების და ალიანსის შეკვრის გადაწყვეტილება და როგორც თვითონ აი ამ ოპოზიციური ალიანსისგან ვიგებთ უკვე ფაქტობრივად გაწერილი აქვთ. სამოქმედო გეგმა მათი განცხადებით იგეგმება საპროტესტო ტალღის
გააქტიურება, მათ შორის აქციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ისე როგორც დაგეგმილია ვთქვათ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გააქტიურება. აი როგორი სტარტი აქვს თქვენი შეფასებით ოპოზიციურ ალიანსს და აქციებზეც გავამახვილებ ყურადღებას, თუ კი გააქტიურებას ვნახავთ აი ამ საპროტესტო ტალღის, ეს რამდენად ძლიერი თავისტკივილი შეიძლება იყოს ქართული ოცნებისთვის? არ ვიცი რა დაგეგმილი სტარტზე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ აფერი არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ერთ დღეს დადგენ და თქვენს რა ერთდღიანი ივენთი შეიქმნა. მე იყო კიდე შიგნით რაღაცეებში საქმეების რჩევები ერთმანეთთან, მაგრამ ნუ ახლა ყოველ შემთხვევაში ერთმანეთის წინააღმდეგ არის ესეც კარგია, მაგრამ ზოგადად ოპოზიციის სისუსტე იყო არა იმაში, რომ ტელევიზიებში ცოტას გამოდიოდნენ, არამედ ოპოზიციის სისუსტე იყო იმაში, რომ პარტიებმა დაკარგეს პარტიებს არ ჰქონდათ საზოგადოების მხარდაჭერა. ეს არის ფაქტი, რომ ბევრად მეტი არის საქართველოში უკმაყოფილო ქართული ოცნების პოლიტიკი და ბევრად ნაკლები არის ოპოზიციის მომხრე, ხო? ანუ ეს მოცემულობა უკვე გაძლევს შენ იმას თუ რა უნდა აკეთო. შენი ამოცანა უნდა იყოს ხალხთან ურთიერთობა, ხალხთან მისვლა, ხალხის დარწმუნება შენ სიმართლეში, ისე რომ ვთქვათ რა, ცოტა გლეხურად თავის მოწონება და იმედის მიცემა. საზოგადოებაში პრობლემა არის რა, ხომ? არ მოწონს ხელისუფლება, მაგრამ აქეთ ვიყურავი და ვერ ხედავ იმ ძალას, რომელსაც ვანდობდი ქვეყნის ბედს. საქართველოში სულ ვამბობ ამას მე, წლებია, ხელისუფლება არადროს არ შეცვლილა მარტო იმის გამო, რომ არ მოსწონდათ მთავრობა. ეს არადროს არ იყო საკმარისი. შევარდნაძე არ მოსწონდათ 99 წელს, მაინც აირჩიეს, ხო? სანამ არ გამოჩნდა ის ოპოზიცია, ძლიერი ოპოზიცია უკვე 2003 წელს სხვადასხვა პარტიების სახით, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ჟვანია, სხვები. მანამდე შევარდნაძის რეჟიმი არ შეიცვალა. სააკაშვილი 2008 წელს აღარ იყო უკვე პოპულარული, ყველამ ვიცით ხო, როგორ მდგომარეობა. არ შეიცვალა, სანამ იმედი არ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის სახით. ეს იმედი სწორი არ არის, სწორი, ეს ერთი თემაა. თავარი არის, რომ ადამიანებმა უნდა დაინახონ ალტერნატივა. ბუნებით კონსერვატორია ადამიანი ცვლილებებზე უმრავლესობა რა. ცვლილებებზე მიდის არა იმიტომ, რომ რაღაცა არ მოსწონთ, არამედ დარწმუნებულია იმაში, რომ ის რითაც შეიცვლება, ის იქნება უკეთესი. თუ ამის დარწმუნება ვერ შეძლო ოპოზიციამ ახლა გინდა რა გაერთიავდნენ, გინდა 25 რამისია წამსვლელი თქვენი აზრით იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩეს. აი დღეს დილით თვითონ ქართული ოცნება რაზეა წამსვლელი, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. დღეს ნიუსრუმში საუბრობდა ჩემი ერთ-ერთი სტუმარი, რომ ქართული ოცნება ყველაფერზე წავა, რათა ხელისუფლება არ დაკარგოს, მეტიც მისივე აზრით უკვე აღარ უნდა გამოვრიცხოთ არც ის, რომ ცეცხლსაც გახსნის თუ კი ამის საჭიროება დადგება. აი თქვენი აზრით რაზეა წამსვლელი? აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ კითხვას. თქვენ პირადად უბრალოდ ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობთ, ისე როგორც თავის დროზე ქართული ოცნების მთავრობაშიც გიმუშავიათ. ამიტომ მართლა საინტერესოა თქვენი პოზიცია. ეს ყველაფერი რეალური გგონიათ თუ გონიათ გაზვიადებული, რომ თუ კი ძალაუფლების შენარჩუნებას დასჭირდა, ცეცხლსაც გახსნიან? ესეთი პოლონელი მწერალი არის, ხშირად ვიმეორებ ამ მწერალს, იმიტომ რომ საოცარი პოლიტიკური აფორიზმები აქვს ეჟილე. ყველაზე საოცრება ხდება მაშინ, როდესაც არაფერი გასაკვირი აღარ რჩება. საქართველოში აღარაფერი აღარ არის გასაკვირი, ივანიშვილთან არ ვიცნობდი. ჩათვალეთ არ ვიცნობდი, იმიტომ რომ მე რასაც ვიცნობდი, სხვა კაცი იყო, სხვა რაღაცებს ლაპარაკობდა და რასაც ახლა აკეთებს სხვა კაცი. სხვა თემაა. მარტივ რამეს ვიტყვი. მაინც ეჭვმეპარება რომ ყველაფერზე წამსვლელია ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის არა იმიტომ რომ კარგები არის, შინაგანად ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ ეს ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ადგილას ერთი და მეორე მას აქვს ძალიან მცირე რესურსი იმისათვის, რომ ის საყოველთაო იზოლაციაში მოიქცეს. აქ უკვე მერტმა დაიფარო და სროლამდე თუ მივიდა საქმე, ბუნდღა არ დარჩება ამ ხელისუფლებისგან. მე მანო მერაბიშვილით ციხეში კი არ გაიქცე და ზურადეიშვილით უნგრეთში კი ვერ შეაფარებენ თავს. რუსთაველის პროსპექტზე იქნება მათი გვამები გამოფენილი, ღმერთო მაპატი. და ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა ამისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ყველაფერზე წამსვლელია. მთავარი პრობლემა
ვიმეორებ მუდმივად და არის ეს. უნდა საზოგადოებამ უნდა დაინახოს ალტერნატივა. ოპოზიციამ თუ ეს ალტერნატივა დაანახა საზოგადოებას, მე ვფიქრობ, რომ ცვლილება მოხდება. მე ეგ სააკაშვილი დროსაც მესმოდა ყველაფერზე წამსვლელია, ყავს დახოცავს, იმას იზამს, ამას იზამს, აი არ ხდება ესე ამ პატარა ქვეყანაში. ჯერ ესეთი ეს არის ქვეყანა, სადაც ყველას ერთმანეთს იცნობს და აქეთ-იქით ნათესავები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, მამები და შვილები დგანან. ესე არ არის ყველაფერზე წამსვლელია. იმ დეპუტატების და მინისტრების და მოადგილეების შვილები მიტინგებზე დგანან მამების წინააღმდეგ. იქამდე მიიყვანეს ამ შტერებმა საქმე. ყველა ხელისუფლებამ წინამაც იქამდე მიიყვანას. ამიტომ ეს მარტივად არ არის. აი რა ხანდახან რჩება შრაბეკლება რომ ამით იმის დამტკიცება გვინდა რომ ქვეყანაში არანაირი დიალოგი არ უნდა ადრე თუ გვიან დიალოგი უნდა შედგეს. აი ამ ნაწილზეც ვისაუბროთ, ესე იგი ამ კონტექსტზე და მიმართულებაზე, მით უფრო რომ გაჩნდა მოსაზრება სხვათ შორის და კარგია რომ აქვს შესაძლებლობა ამ საკითხზე კითხოთ, რომ ეკლესიას შეუძლია იმ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიატორის როლი იკისროს და გააგრძელოს ის, რასაც წლების განმავლობაში ახერხებდა უშუალოდ პატრიარქი ილია მეორე და სხვათ შორის რიგ პოლიტიკურ ძალაში ამბობენ, რომ თუ კი ეკლესია გამოთქვამს სურვილს შეასრულოს ეს შუამავლის როლი, ამას მხოლოდ მიესალმებიან. თქვენ როგორ უყურებთ ზოგადად დიალოგის პერსპექტივასაც და ამ პროცესში ეკლესიის ჩართვის საკითხსაც, ეკლესიის, რომელსაც ისტორიულად კი ბატონო ყოველთვის ჰქონდა შემრიგებლის როლი, თუმცა აი დღეს რისი გაკეთება შეუძლია თქვენი აზრით ეკლესიას, მით უფრო რომ აღარ არის ილია მეორე განსაკუთრებული ერთი ფაქტი გამახსენეთ საქართველოს ისტორიის მანძილზე. როდესაც აცგარდაცულ პატრიარქს ვინმემ დაუჯერა. მას ხშირად შორის მე მახსოვს როგორ მოუწია ქართულ ოცნებას მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის უკან წაღება. პოლიტიკური დიალოგი არ იყო რა. პოლიტიკური დიალოგის წელო მე ვიძახი რომ პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში პატრიარქი ბევრჯერ გამოსულა შერიგების შემდეგ. ერთი შემთხვევა არ მახსოვს 88 წლიდან ყველაფრის მონაწილე ვარ თითქმის რაც ხდებოდა ამ ქვეყანაში. ერთი შემთხვევა არ მახსოვს რომ ხელისუფლებას როდესმე დაეჯერებინეს პატრიარქისთვის. არც ერთი არ დაუჯერეს, არც 2002-ში და 2003-ში არ დაუჯერა. თუ გახსოვთ სესიის გახსნაზე პატრიარქი არ მივიდა მაშინ ჟურნალისტი. ხო? არც წინა ხელისუფლებამ არ დაუჯერა. არც ეს უჯერებდა პატრიარქმა ხო მიმართა მათ რომ ამ ხელისუფლებას რომ პოლიტპატიმრები გამოეშვათ. არ დაუჯერა, ხო? ამიტომ მე მით უმეტეს ეხლა ამ ვითარებაში, როდესაც ახალი პატრიარქია არჩეული არ არის, ყველა ხელსაფათურებს ამ საქმეში, მე ძალიან ეჭვი მეპარება რომ ვინმემ დაუჯეროს ეკლესიას. ხო? ამიტომ საერთოდ მიმაჩნია რომ მოდი რა თუ ამბობთ რომ სეკულარული ქვეყანა ვართ, ვიყოთ სეკულარული ქვეყანა რა. თავისი ადგილი ჰქონდეს საპატრიარქოს, პოლიტიკოსებმა მიხედონ საკუთარ თავს და გაანებონ ეკლესიის ზურგს უკან თავს ამოფარებას. ნებისმიერ მხარეს ეხება ეს. არ მიმაჩნია სწორედ საპატრიარქოს გამოყენება პოლიტიკურ საქმეებში, არც მაშინ როდესაც ოპოზიციაში ვიყავი და ამას აკეთებდნენ ოპოზიციიდან და ყოველთვის პროტესტი მქონდა. ხშირად ეს ძალიან დიდი სკანდალები და არც ახლა არ მიმაჩნია სწორად. პატრიარქი, რადგან ჩვენი ეკლესია ვახსენეთ და ახლა საქართველოს ეკლესიას ესეთი მძიმე პერიოდი აქვს, გარდაიცვალა ჩვენი პატრიარქი ილია მეორე, მალე კი დღის წესრიგში დადგება ახალი პატრიარქის არჩევის საკითხი. მოდით ამ მოცემულობაზეც ვისაუბროთ. აი განსხვავებული შეფასებები კეთდება და გვესმის კითხვაზე შეძლებს თუ არა სინოდი ახალი პატრიარქის არჩევას დამოუკიდებლად და ისე რომ მის მიერ მიღებული გაწყვეტილება დაცლილი იყოს პოლიტიკური ხელისუფლების სურვილებისგან. აი თქვენ რამდენად ხედავთ რომ ქართული ოცნების ხელისუფლება დაინტერესებულია იმით, ვინ იქნება ქვეყნის ეკლესიის მომავალი ხელმძღვანელი და თუ ამას ხედავთ, იქნება აქვე განგვიმარტოთ, რაში გამოიხატება ასეთი ინტერესი. არ ვიცი, ვინ იქნება, მე ვიცი ერთი რამე. უყურებ ახლა ტელევიზორით, სოციალურ ქსელში ადამიანები, რომლებიც ეჭვობებოდნენ ეკლესიას, რომ აი სეკულარიზმის პრინციპს არ იცავთ ერევით საერო საქმეებში, ახლა პირიქით შვებიან. ეს სეკულარული სახელმწიფო თუ გვაქვს, მოდი რა ჩვენს დავიცვათ სეკულარული სახელმწიფოს პრინციპები.
მივცეთ საპატრიარქოს თავისუფლად არჩევის საშუალება. მაგრამ მე არ სხვა რამეს ვატყობ. მე 80-იანი წლების ბოლოდან ვიყურებ იმას, რომ არ არსებობდა საქართველოში ხელისუფლება, რომელსაც არ ჰქონდა სურვილი, ასე ვთქვათ, საპატრიარქო ჯიბეში ჩაეცვა. ამოცანა იყო რა, პატრიარქს ჰქონდა პატრიარქს და ეკლესიას ჰქონდა მაღალი რეიტინგი და პოლიტიკოსები ცდილობდნენ მრევლზე გასულიყვნენ, მრევლის ხარდაჭერა მოეპოვებინათ პატრიარქის. ახლაც იგივე ხდება? რა თქმა უნდა, ახლაც იგივეც ეცდებიან, ახლა შეიძლება კიდევ ვარესიცადო. ჩემი აზრით. იყო სხვა იდეებიც. იყვნენ ადამიანები და დღესაც არიან ადამიანები, რომელსაც მიაჩნიათ, რომ ეკლესია უნდა დასუსტდეს, იმიტომ რომ ეს წინააღმდეგება რაღაცა დასავლური ღირებულებების გასult ხო იყო შლეგი იდეები, რომ აი როგორც პროტესტანტებმა გაიარეს კათოლიკურში პროტესტანტული ეკლესია რეფორმაცია არ გაუვლია საქართველოს ეკლესიას, ანუ ჯერ ესეთი არ იცოდნენ ამ ადამიანებმა რეფორმაცია რატო დაიწყო და რა უბედურება მოყვა იმას ევროპის საბჭოს 150 წელი ომი იყო. მაგრამ მაგას თავი გავანებოთ. ანუ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ საერო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ძლიერი, ასეთი ძლიერი ეკლესია, როგორც იყო საქართველოში, ის არის საფრთხე საერო ხელისუფლებისათვის, რომ საერო ხელისუფლება ვერ აკეთებს ყველაფერს, რასაც უნდა, ახლა თქვენ თვითონ გაიხსენეთ იგივე მარიხუანას ამბავი, ხო? რაც იყო. ანუ უცნაური სიტუაცია იყო რაღაცა მაბალანსირებლის როლს იმ ჭარბი ძალაუფლებისა, რომელიც თავმოყრილი არის თბილისში და მთავრობის ადმინისტრაციაში, რაღაცა თითქოს ეკლესია აბალანსებდა. სიგიჟე არის ეს ყველაფერი, მაგრამ ესე იყო. იმიტომ რომ უნიკალური სიტუაცია იყო, ჩვენ ყავდა პატრიარქი, რომელიც ფაქტობრივად სულიერი მონარქი იყო ამ ქვეყნისა, სულიერი მამა იყო მთელი ქვეყნის, ხო? ეხლა ეს სიტუაცია აღარ იქნება რამე შეიძლება გააჩნიოს ძალიან დიდი სურვილი იმისა, რომ მოდი ახლა ეკლესია ჩექმის ქვეშ ამოვიდოთ. სხვათა შორის ნაწილი მედესალათეების იმისი მომხრეები არიან ხო, რომ ეკლესია რაც შეიძლება დასუსტდეს. ჩემი აზრით ეს არის დიდი შეცდომა. ეკლესიამ თუ დაკარგა საქართველოში ავტორიტეტი, დასუსტდა. როგორ ფიქრობთ, დავფიქრდეთ ამაზე, ვინ შეავსებს ამ ადგილს? ეს ადგილი ცარიელი არ დარჩება. ერთადერთი რეალურად ვინ შეიძლება შეავსოს ეს ადგილი თუ ეკლესია დაეცილება რუსული ეკლესია. ანუ ხედავთ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების რაღაცა პოლიტიკური ინტერესს თემაში ვინ იქნება მომავალი, არამედ რუსეთის ინტერესსაც. რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიის დასუსტებაში იქნება რუსეთის ინტერესი, მათ დიდი ხანია თუ ვინმეს გონია რომ რუსებს ძალიან უხაროდა ჩვენი ავტოკეფალია. რუსეთმა არც თუნ ჩვენი ავტოკეფალია, როდესაც გამოიყო საქართველოს ეკლესია. მერე სტალინმა ფაქტობრივად ძალით აცნობინა სერგი და მოდი ესე ვთქვათ რა. თუ მართლმადიდებლური ეკლესიის ძალას უსტება მრევლზე, ვინ შეიძლება შეცვალოს ამ ბერძნებმა, ან რუსებმა, ხო? ბერძნებს ნაკლები გავლენა კულტურულად ძალიან შორტა და თუმცა ისინი წაფატურებდნენ ხელს. ბერძნებიც. დღეს აფხაზეთში ბერძნული ეკლესიის ხელდასმული უდლები არიან. ერთ-ერთი განაყოფის ბერძნული, მე არ ვიცახი ბართოლომეოს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. და რუსები. ანუ მე ეს ჩემი თეორია არის, მე რა თქმა უნდა ამის იმტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ მე ვფიქრობ იმას, რომ საქართველოს ეკლესია თუ დასუსტდა, მის ადგილს ჩაანაცვლოს რუსული გავლენები და გაზრდის საკუთარ მოსაყდრეთ სიცოცხლეშივე დაასახელა მიტროპოლიტი შიო, ამის გათვალისწინებით ის მომავალი პატრიარქის პოზიციაზე ყველაზე რეალურ კანდიდატად მოიაზრება, თუმცა მოსაყდრეობა ხა აპრიორი პატრიარქობას არ ნიშნავს და როგორც ამბობენ, იქნებიან სხვა კანდიდატებიც. აი უშუალოდ მეუფე შიოსთან მიმართებაში თუ გაქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, როგორც მრევლის წარმომადგენლის რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ, როცა საქმე ეხება სწორედ მას და თუ კი მაინც მეუფე შიო გახდება საქართველოს ეკლესიის მომავალი ხელმძღვანელი. აი როგორ ფიქრობთ, რა იქნება მის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა? მთავარი გამოწვევა ყველა საპატრიარქის საქართველოს ილია მეორე წინაშე ეს გამოწვევა იყო ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულად მუშაობდნენ სქიზმაზე და ზუსტად როდესაც საუბრობ რუსებს უნდათ დასუსტება ის ძალები რომლებიც მუშაობდნენ ეკლესიის შიგნით სქიზმაზე და მუდმივად ფაქტობრივად ხშირ შემთხვევაში ხა 97 წელი მახსოვს ხო რომის პაპი როცა ჩამოდიოდა რაკნეს და სოფლიოს საეკლესიო საბჭოდან როგორ აიძულეს პატრიარქს არ უნდა და იქიდან გამოსვლა
ანუ სულ იყო იმისი შიში და ტერორი, რომ ეკლესიის გაყოფა მოხდებოდა. ეკლესიის გაყოფა იქნება დიდი კატასტროფა, ბევრი რაღაცისათვის ეს იქნება საფუძველი იმისა, ეს იქნება შემზადება იმის საფუძველი აფხაზეთის ეკლესიის აღიარება. ამის რისკები რეალურად რისკები არის რეალურად ეს რისკები იყო ყოველთვის საქართველოს ჩვენ ხო არ გვინდა რაღაცის დანა ჩვენ უყურებთ მარტივად შენ ხარ პრორუსული შენ ხარ პროდასავლური ასე მარტივად არ არის ეს ხო პატრიარქს სულ უწევდა ბალანსირება იმისათვის რომ ეს ერთიანობა შეენარჩუნებინა ის ვერ იქნებოდა პოლიტიკური მხარე აქით და იქით რა ვერც ახალი პატრიარქი ვერ იქნება ან მიტინგზე მდგომი ხალხის აზრის გამომხატველი ან იმაზე ხელისუფლებაში მყოფი ხალხის მიტინგზე მასაც მოუწევს ბალანსის დაჭერა გავანებოთ თავი იმას რომ ეკლესია უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი გინდა აქით ამ მხრიდან გინდა იქით ამ მხრიდან შევეშვათ დავანგრევთ ამ ეკლესიასაც და ეს არის არავინ არ აკვირდება ხალხმა ეს არის ერთადერთი იურიდიულად არსებული სუბიექტი რომლის უფლებამოსილება საქართველოს ტერიტორიაზე არის ნაცნობი. ეს არის ერთადერთი აფხაზეთის და სამართალ მთელი მსოფლიო ეკლესიები, რუსებიც კი, აი ეს რუსული ეკლესია, რომელიც პუტინის ჩექმის წმენდელი არის, აღიარებს ფორმალურად თუ არა, აღიარებს. ამის სქიზმა და განხეთქილება თუ მოხდა, მაშინ იქაც მოხდება და იქაც დაიწყება ეს პროცესი. ძალიან სახიფათო თამაშებია ესა. და ამ საკითხებთან სამიტინგო მიდგომა და ასეთები და არ გამოდით თხილად უნდა ვიყოთ. ძალიან ხშირად კეთილისურულები ჯოჯოხეთის გზა არის და რუსებმა თუ მოინდომეს ზუსტად ვინც რუსებს ეწინააღმდეგება ის შეიძლება გამოიყენონ და ხელისუფლებამაც სხვათა შორის ეკლესიის წინააღმდეგ. მე უფეშიოზე ვკითხეთ და მასზე ჩაგეკითხებით და დავასრულოთ. ბევრს რჩება შთაბეჭდილება რომ ქართული ოცნება სწორედ მეუფეშიოს უნდა ლობირებდეს მომავალი პატრიარქის პოზიციაზე. აი თქვენ თუ ხედავთ სურათს ამ ჭრილში და ის განცხადებები რაც კეთდება თქვათ ხელისუფლების წარმომადგენლების უფრო მეტად არა, რამდენადაც ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების მხრიდან რა შეფასებების გაკეთების საფუძველს გააჩნიათ? არ მინდა აი ამ მეუფეისა იმაზე რას ვამბობ მარტივ რამეს რა. მე ვარ სეკულარიზმის მომხრე, გავანებოთ ამას თავი. მარტივად ვიტყოდოთ ერთ რაღაცას რა. მე ვიცნობ იმ წრეს, რომ ბავშვობიდან, აი ახალგაზრდობიდან ირაკლი კაკაბაძე, გიორგი გელაძე. მე არ ჯერა რომ მეუფეშიო რუსეთის ეგზარხოსია. მაგრამ გავეშვათ რა მივცეთ ეგ ბიჭო თუ ხელისუფლებას ვეჭუბები მე აქედან რატო ვაკეთო ეს საქმე და რატო დავიწყო ახლა აქედან შერჩევა იმისი კანდიდატი ეს კანდიდატი კარგია ეს ეკლესიას უნდა მიეცეს საშუალება თავად აირჩიოს ვისაც აირჩევს მე როგორც მრევლი იმას მივიღებ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე კრიტიკული დამოკიდებული მე არც წინა პერიოდში მქონდა წინა პერიოდში ვეთანხმებოდი ყველაფერს ჩვენ და კათოლიკური ეკლესია ისე სხვათა შორის მრევლისათვის გამსხავდებით ძალიანზე მე მართლა მიმაჩნია რომ მართლმადიდებლობას ერთი დიდი პლუსია კათოლიკურ ეკლესიაში არსებობს პაპის უცდომელობის პრინციპი რომის პაპი რასაც იტყვის სასულიერო საკითხებში ის კამაც არ ექვემდებარა მართლმადიდებლობაში ესე არ არის კი ბატონო და ამიტომ კრიტიკის უფლებას კი დავიტოვებ ყოველთვის და შეფასების უფლებას, მაგრამ არჩევანი ეკლესიამ თავად უნდა გააკეთოს და შევეშვათ ამ საკითხს. მადლობა ბატონო ირაკლი სტუმრობისთვის დაგემშვიდობებით. ირაკლი მელუშვილი ანალიტიკოსი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. თავისუფალი სტუდია ამით ასრულებს მუშაობას. ერთმანეთს ამ სტუდიაში მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით. მშვიდობიან ხამის გისურვებთ.